Live streamის სპონსორია Coca-Cola. მაშასე მოგესალმებით ქალბატონებო ბატონო თქვენ უყურებთ საქართველოს ეროვნული ლიგის ფინალი დღეს დადგა დღე როდესაც უნდა გავიგოთ თუ ვინ გახდება საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი ლადო ონიანი თუ გიორგი გოგოლი აი ამ ორ პლეიერს შორის დღეს გავიგებთ თუ ვინ არის ჩემპიონი ვისი თამაში წავა ვინ როგორ ითამაშებს როგორ მოემზადა ამ მატჩისთვის ეს იქნება ყველაზე მთავარი აქვე მინდა რომ სანამ მოვასწრებთ სანამ იქნება ყველაფერი მზად მინდა რომ აუცილებლად გუნდები განახოთ თუ როგორი გუნდებით თამაშობენ ეს პლეიერები გადასარევი ატმოსფერო იყო დღეს თელი დღის განმავლობაში რა თქმა უნდა ყველა ალბათ ადევნებთ საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის პეიჯზე აქ დასი რაღაც იწერებოდა ძალიან ბევრი ვარიანტები გამოითქვა თუ ვინ როგორ რანაირად მოიგებდა ამ მატჩს თუმცა არაფერი არ ვიცით აი აქამდე ყველაფერი იყო ძალიან რთული უდიდესი გზა გაიარა როგორც ერთმა ისევე მეორე პლეიერმა აქვე მინდა ისიც თქვა რომ გიორგი გოგოლი არის ერთადერთი პლეიერი რომელიც დამარცხება ვერავინ ვერ შეძლო ჯერჯერობით ასი არის დაუმარცხებელი ერთადერთი პლეიერია ასეთი საქართველოს ეროვნულ ლიგაში და ახლა დადგა ბოლო გადამწყვეტი თამაშის დრო გადამწყვეტი თამაში გვექნება გამომდინარე იქიდან რომ ეს არის ფინალი სადაც გიორგი გოგოლი და ლადო ონიანი გაარკვევენ თუ ვინ არის საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი ვინ არის ყველაზე ძლიერი პლეიერი დღესდღეობით საქართველოში ეს გაირკვევა სწორედ დღეს აი ამ წუთებში უკვე გვაქვს საშუალება მივოდენოთ იმას თვალყური თუ როგორ დაკონექტდნენ პლეიერები და აქვე უნდა გაგაცნოთ შემადგენლობა გიორგი გოგოლის უბრალოდ ლადო ონიანის შემადგენლობა ნეიმარი რენატო სანჩესი შემდეგ ატალი მბაპე რონალდო ბრუნო ფერნანდეში მენდი მოარანი კანსელო ზამბროტა და შმეიხერი დგას კარში ხო ახალია ეს რაღაც აქვე გიორგი გოგოლი ნეიმარი კრისტიან რონალდუ და გაკიეზდა გოგოლი როგორც ჩანს გადასარავი მბაპე ყავს რენატო სანჩესი იქვე ბრუნო ფერნანდეში მენდი ვარანი კანსელო ზამბროტა და ედერსონი თითქმის იდენტური შემადგენლობა ყავთ აი ესე განახებთ და ძალიან დიდი სხვაობა არ არის თუმცა განსხვავებული არის აქ კიეზა და ედერსონი მეტი არაფერი ისეთი სხვაობა არ არის თუ რაოდენ კარგია ზამბროტა ეს ყველაფერი ჩვენ გუშინ ვიხილეთ როდესაც ვნახეთ არაჩვეულებრივი მატჩი სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ნიკა ასტაშვილი და ჯეკო გორგოძეს არაჩვეულებრივი თამაში ვიხილეთ ჩვენ თუმცა მაინც მოახერხა ბოლო თამაშებში და მოიგო ეს თამაში ნიკა ასტაშვილმა მოახერხა გამარჯვება მოიპოვა 1000 ლარი გახდა მესამე ადგილოსანი ყველაფერი არის მზად ნიშანი მიცემულია შეგვიძლია დავიწყოთ და გავარკვიოთ თუ ვინ არის საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ჩემპიონატის ფინალში ვინ გახდება ვინ მოიგებს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა ვინ გახდება 3000 ლარიანი საპრიზოს მფლობელი ვინ წავა სახში უკეთეს ხასიათზე ვინ იქნება უფრო ძლიერი ვინ არის ჩემპიონი აქვე მინდა შეგახსენოთ და გითხრათ რომ დღესდღეობით ყველაზე ტიტულოვანი პლეიერი არის ლადო ონიანი რომელსაც აქვს მოგებული 3000 ეს არის თბილისის 19 თბილისის 2019-ის ჩემპიონია იგი უკვე იყო ფინალში ერთი ფინალის გამოცდილება აქვს მეორე ფინალის გამოცდილება აქვს როდესაც სუპერთასზე მოუგო აჩკო კობაიძეს თბილისის 10-ის გამარჯვებულს 20-20-ის გამარჯვებულს სუპერთასში მოუგო და ახლა და კიდევ ერთი ჩემპიონია ის პირველი ეროვნული ლიგის ჩემპიონი სწორედ ლადო ონიანია მას რა თქმა უნდა ძალიან დიდი გზა აქვს გავლილი აქამდე თუმცა გავიხსენოთ აქვე გიორგი გოგოლის შესანიშნავი თამაშები რომელმაც მას შემოგთავაზა თელი ეროვნული ლიგის განმავლობაში იგი ძალიან კარგად გამოიყურება და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო ის რომ იგი არის ერთადერთი პლეიერი რომლის დამარცხებაც ჯერჯერობით ვერავინ ვერ მოახერხა აბა ვნახოთ გაგრძელებს თუ არა დაიწყო რომელია უკვე მეოთხე წუთი მიმდინარეობს ლადო ონიანი არის ახლა პირველი შეტევაზე სწორედ მას უჭირავს ბურთი რა თქმა უნდა აქ ნერვები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ვინ როგორ გაუძლებს წნეხს როგორი იქნება წნეხი გაუძლებენ თუ არა რას მოიფიქრებენ როგორ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული რა თქმა უნდა შეცდომებზე ნაკლები შეცდომას ვინც დაუშვებს ჩემი აზრით სწორედ ის მოიგებს დღევანდელ მატჩს საქართველოს ეროვნული ლიგის ფინალია თქვენს ეთერში დიდი მადლობა აქვე ყველას ძალიან ბევრი ადამიანი რომ ხართ ჩვენს გვერდით და აბა ვნახოთ დღეს ვინ გახდება ჩემპიონი აქ ვისარგებლა შემთხვევით და მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული ბზობას გილოცავთ ყველას აქ ვნახოთ აბა პირველი შეტევა არ გამოვიდა დაიკარგა ბურთი და წამოვიდა გოგოლის შეტევაზე გადმოვა გრძელი შეტევა ქონდა ონოს
თავად შეიძლება ითქვას, მაგრამ ნახეთ კიეზა მიიღო ბურთი. მარჯვენა ფლანგიდან უტევს დაიხიაუდა უკან პასი გააკეთა ბრუნო ფერნანდეში, რა თქმა უნდა, კანსელო ჩაერთო მარჯვენა ფლანგზე. გარბის იქით კიეზა, მაგრამ არა, მასე პასი არ გააკეთა. აბა ვნახოთ რას მოიქცევს სხვა კიეზა, უბრალოდ კანსელო, ისევ კიეზა, კი ბატონო, ენა მიიღო ბრუნო ფერნანდეში, კანსელო. ისევ კარგად ათამაშებს ბურთს. პორტუგალიელები ბიმა გაითამაშეს ბურთი რონალდო, კიეზა, ისო კანსელო და ბრუნო ფერნანდეში იყო კარგად შეუტია. კარგად უტევს ახლა გოგოლი, ეს მოძრაობა არ იყო გამართლებული როგორ შანსდა შვეიხერი გამოჩნდა ჩვენს ტელეეკრანებზე. როგორცაც პირველად გვაქვს იმის საშუალება რომ შვეიხერის მეკარეობას თამაშს მივადევნო თვალყური. ნახოთ როგორი იქნება ეს ლადო შემოადგენლობაში ვიხილეთ სწორედ პირველად შვეიხერი და საინტერესოა. აბა ვნახოთ ახლა როგორი იქნება ლადოს უკვე მეორე შეტევა რომელსაც იწყებს ახლა. ჯერჯერობით სახიფათო არაფერი არ შექმნილა, რა თქმა უნდა ჯერჯერობით ზვერავენ პლეიერები ერთმანეთს. მათ უნდა აღინიშნოს რომ მთელი საქართველოს ეროვნული ლიგა ისე მიმდინარეობს რომ ერთმანეთთან არ ქონიათ თამაში. თეთრ ჯგუფში ჩემპიონი და ლიდერი გახდა გიორგი გოგოლი, წითელ ჯგუფში გახდა ლიდერი ლადონიანი და არ მოუწიათ მანამდე ერთმანეთთან თამაშა და აი ფინალში შეხვდნენ ეს ორი განსაკუთრებული პლეიერი ერთმანეთს. ღირსეული ფინალი იქნება დარწმუნებული ვარ. აბა ვნახოთ ნელ-ნელა უკვე მოვა ის დრო სადაც უკვე ნერვები ჩაცხლება ყველაფერი ჩადგება კალაპოტში და წავა ნამდვილი ისეთი პროფესიონალური თამაში. აქ უცნაური შეცდომა დაუშვა ლადონიანმა. და დაიკარგა ბურთი და აქვს შანსი ახლა გიორგი გოგოლსო წამოიწყოს შეტევა. განვლილი გზაზე რაც შეიძლება ითქვას ლადონიანმა მეოთხე ფინალში დაამარცხა ზუკო ჯიბლაძე, იქ პირველი მატჩი სასწაული თამაში იყო, ვისაც გახსოვთ ეს თავის მხრივ შემდეგი მატჩი ჰქონდა უკვე ონოს ჯეკოსთან და მის დამარცხებას მოახერხა. გოგოლმა მოახერხა დათუნა ხურცლოვას დამარცხება, იქაც მეორე თამაში იყო განსაკუთრებით აღსანიშნავი და შემდეგ უკვე 100-ას გამოთიშვაც მოახერხა გიორგი გოგოლმა. კიდევ ერთი შეცდომა რომელიც დაუშვა ლადონიანმა და ბურთი გადავიდა ახლა გიორგი გოგოლის განკარგულებაში. აბა ნახოთ შეტევა როგორი იქნება. ჯერჯერობით სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. გამოძვრა ამ სიტუაციიდან ხედავთ ხაბზე რა კარგად გააყოლა ახლა ბურთი გიორგი გოგოლმა ეს პასიც კარგია ბრუნო ფერნანდეში ჩაერთო საქმეში შემდეგ რენატო სანჩეს მეოთხე პორტუგალიელი ჩაერთო საქმეში ბრუნო ბაპე ტოტი ბაპე ყავს გადასარევი რონალდო კარგია არა კარგი იყო ზაბროტი ძალიან კარგად დაიცვა ახლა თავი ლადონიანმა და აბა ნახოთ ატალიც ძალიან კარგი პასი იყო ეს შვენიერი ესეც კარგია რონალდოზე ავიდა ბურთი ბრუნო ჩაერთო საქმეში ოპა გამოშალა მარჯვენა ფლანგზე ბაპე მის წინააღმდეგ არის მენდი რა თქმა უნდა მარცხენა ფლანგზე მენდი შეუცვლელია მოკლედ ყველასთვის ბაპე უკან დაუგორა ბურთი ბრუნოს კი ბატონო ბაპე ბზრიალეს ეძებს თავის პოლატიოს წინ მაგრამ არ არის და უკან გადააწოდა ისევ ბრუნოს ნახეთ რა კარგი მოძრაობა გაშიასულა ახლა რონალდო მეიმარი მეტოქის საჯარიმოში მაგრამ გადასარევია დაცვაში ახლა ზამბროტათი ძალიან კარგად დაიცვა გიორგი გოგოლმა თუმცა დროებით ბურთი კვლავ შეება ლადონიანს და ეძებს რაღაც ყრელს რაღაც ბილიქს რომ შეძრეს თუმცა არ გამოვიდა გადაკეტა ყველა პოზიცია და ყველანაირი გეგმა ჩაუშალა ახლა ლადონიანს გიორგი გოგოლმა სანჩესი მენდი აბა ნახოთ ვარანი სანჩესი ეს ვინ არის რა თქმა უნდა ბრუნო ფერნანდეში ნარად შვიდათ იწყებს თავის მორიგ შეტევას გიორგი გოგოლი შეგახსენებთ ყველას რომ თამაში მიმდინარეობს 2-მდე ანუ შეიძლება გქონდეს 3 მატჩი ოპა მბაპე ერთი წუთით ოპა შვენიერი ვარდნა განახორციელა ზამბროტამ გადასარევი იყო შვენიერი ვარდნაში მოახერხა ბურთი შეინარჩუნა 69-31-ზე უფრო დიდხანს აკონტროლებს ბურთს ლადონიანი. უფრო დიდხანს სწორედ მას უჭირავს ბურთი. აძლევს ამის საშუალებას გოგოლი როგორ ჩანს. ბაპე. შემდეგ ეს ვინ არის? ბრუნო ფერნანდეში. ისევ ბაპე, კი ბატონობს რეალს უკან პასი გააკეთა ჟოაო კანსელო. ფინალი დამარგვირგენებელი ფაზა. 15 ნოემბრიდან დავიწყეთ ეს სეზონი და მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ეროვნული ლიგა და ახლა თქვენ ხედავთ პიკს კულმინაცია, სადაც მონაწილეობენ ლადონიანი და გიორგი გოგოლი. კიდევ ერთი შეცდომა, რომელიც დაუშვა ლადონიანმა და კიდევ ერთხელ გადავიდა ბურთი გიორგი გოგოლის განკარგულებაში. კიეზა, კარგად დაუგორა ახლა ბრუნოს. შვენიერია, გუნდელებმა გაუგეს ერთმანეთს. სანჩესი, ოპა, მის წინააღმდეგ ნახეთ რა კარგი იყო ახლა ბრუნო ფერნანდეში მიიწევს წინ ამოდენი მეტრი მოიგო. ვინ არის გახსნილი? აქ გამორბის ბაპე, მასე გაკეთა პასი რა თქმა უნდა მარჯვენა ფლანგიდან უტევს ახლა შევიდა საჯარიმოში, ონო გამოვიდა საჯარიმოდან, ანცდობდა ახლა შეცვალა არა უკან დააგორა ბურთი ბრუნო ფერნანდეში კიდევ უფრო უკან სანჩესი ჩავიდა ბურთი ოდნავ.
გაგრძელება ხპოვა ამ ყველაფერმა ნეიმარი, ატალი მეთქის საჯარიმოში, ძალიან კარგია ატალი როგორც ჩანს ეს კარდი ძალიან კარგი გამოდგა, მაგრამ კანსელოა გადასარევი მე მახსოვს გუში როგორ რა ხდება? დამთავრდა. ასე მალე დამთავრდა, ვერც კი წარმოვიდგენდი. მე ვერ მივხვდი რატომ გადააგდო ბურთი გოგოლმა თურმე დამთავრებულა და ხო, აბა ვნახოთ. გასწავოთ. კი ბატონო, ყველაფერი არის მზად იმისათვის რომ დავიწყოთ შემდეგი მატჩი, უბრალოდ შემდეგი ტაიმი. კარგად მოემზადნენ, როგორც ჩანს, პლეიერები, გადასარევით არის ყველაფერი მომზადებული, აქ ფიქრიც მიმდინარეობს, გარკვეულწილად გადაწყობებს ქონდა რაღაც ადგილი, როგორც ჩანს, თუმცა, აბა ვნახოთ ახლა როგორი იქნება. აბა ვნახოთ, დაიწყო მეორე ტაიმი. მეორე ტაიმი დაიწყო თავის მხრივ. რა თქმა უნდა, გოგოლმა და ახლა სწორედ იგი უტევს. აბა ვნახოთ. შეძლებს თუ არა რაიმე ღირებული შექმნას. ჯერჯერობით. აბა ვნახოთ. კარგია დაცვაში ონო. თუმცა მოახერხა მაინც წინ სვლა გოგოლმა. ესპასი აღარ გავიდა ესპასი. გასაგებია, არ გავიდა და ახლა ყველაფერი ოპა! და გოლის გატანა მოახერხა გოლის გატანა. გოგოლმა მშვენიერი კომბინაცია იყო, ძალიან კარგად შევიდა, დარტყმას განახორციელა და 1-0 წინ გავიდა გიორგი გოგოლი. ხედავთ რა კარგი პასი განახორციელა, მშვენიერი იყო, აქ რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო, მე ამას გავეკიდე, სანამ ამ ზღვას სწორედია, მოკლედ ასეთი ამბები მოხდა, სწორედ გიორგი გოგოლი გავიდა წინ. 1-0, 0-1 წინ გავიდა გიო. საინტერესო იქნება, ძალიან დაიძაბება, რა თქმა უნდა. აი სანამ გადავყევი ამ ტექნიკურ ამბავს და გამომეპარა შესანიშნავი მომენტი როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი, არ ვიცი, შეიძლება ვერ ვაპატიებ ჩემ თავს. ხო, საწყენია ძალიან, თუმცა რა თქმა უნდა, თქვენ მთლიანად გადართულები იყავით მომენტზე, ახაც ნახეთ რა კარგი პასია ნეიმარი, არის შანსი? არა. თამაშგარე იყო მანამდე. კი ბატონო, თამაშგარე იყო. ნამდვილად. მენდი. ნახოთ რა გაგრძელება სანჩესი. ახლა გოლი აქვს გასატანი ლადონიას. ნეიმარი. კარგი პასია, ატალმა მიიღო ეს ბურთი. პირდაპირ და ხედავთ კი უმალვე გაათოლა ბრა. უმალვე. მშვენიერი იყო რონალდო გამოხტა თაური და ანგარიში გახდა 1. გათანაბრდა ანგარიში. ყველაფერი იწყება თავიდან. ძალიან კარგი და სწრაფი შედეგა განახორციელა ლადონიერმა, რამაც და დააგვირგვინა კიდეც ძალიან კარგი იყო. კარგი მომენტი. იშვიათად რო ასე ჩაწოდებით იქ რაღაც თავით მოხდეს გოლის გატანა, მაგრამ ეს იშვიათობა ამ შემთხვევაში მოხდა. ეს ფინალი აქ შეიძლება ყველაფერი მოხდეს და უკვე მოხდა პრინციპში. ის იშვიათი გოლი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ლიგაში ძალიან ცოტა გოლია, რომელიც ასე გავიდა ჩაწოდებით, თუმცა აი ახლა მივიღეთ ეს რაც მივიღეთ ატალი. ისევ ნერვები მეშლება იმ ტექნიკურ ხარვეზზე, რომელიც მოხდა და გადავყევი მოგოლის მომენტში. კარგი არა უშავს, წინ კიდე გველოდება მატჩი, კარგი იყო, ნახეთ რა კარგი მოძრაობა შემოგთავაზა ლადომ. ოპა, არა, თუმცა მიიღო მაინც ბურთი ბაპემზე კიდევ ერთი მოძრაობა დარტყმა და არა, ედერსონი ჩაერთო საქმეში, არ იყო ძლიერი დარტყმა. არ იყო. ნამდვილად არ იყო ახლა ეს ძლიერი დარტყმა. აბა ნახოთ გათამაშო, კუთხური როგორ იქნება, გამოვიდა მე. 2-1 კიდევ ერთი თავით შესრულებული დარტყმა. ნახეთ რა კარგად იმოქმედა პოზიციურად მეკარე გამოვიდა. 2-1. სულ ცოტა ხნის წინ, სულ რაღაც კიბერ 10 წუთის წინ იგებდა გოგოლი, მაგრამ ახლა უკვე იგებს ლადონიანი და პაუზასაც იღებს სწორედ ლადო. ძამბროტა. ახლა უკვე გიოს აქვს გოლი გასატანი. ძამბროტა კლავ. სანჩესი. პაპე. არა, კარგი იყო დაცვაში ზართმეოზე ძალიან კარგად თამაშა ახლა ლადონიანი. ახლა მთავარია რომ გიო არ აიჭრას გიო ნერვებს არ აყვეს, შეცდომებს არ მოუმატოს, ეს არის მთავარი მის შემთხვევაში. ფაქტია რომ მას შეუძლია გოლის გატანა, მან ეს უკვე დაამტკიცა.
გაიტანა კიდეც გოლი. ხა ნერვიულობის დრო ნამდვილად არ არის აქ შეიძლებოდა რონალდო გარბოდა. მასე პასი არ გააკეთა გოგოლმა. ბაპე. სანჩესი, კარგია. ნეიმარი. აბა ნახოთ ახლა. გოგოლის შეტევა, თუმცა დარჩა, ბურთი დარჩა ონოს, ბოლოს თითქოს ესე მომეჩვენა, რომ გოგოლის ფეხბურთელს მოხვდა ბურთი, მაგრამ ნახოთ, საინტერესოა. ძალიან დაიძაბა, ვითარება. ხო, საინტერესოა რა ხდება ახლა პლეიერების თავში. საინტერესოა რას ფიქრობენ ახლა ისინი. მშვენიერია, უკვე ფინალი შედგა ფინალი. მოდი, შევთანხმდით, არა, ჯერ კიდევ ბევრია რა თქმა უნდა დარჩენი. მათეუსი შეუძლია შემოიყვანოს ონომ, მაგრამ არ შემოყავს ჯერჯერობით. ხო, რა თქმა უნდა. განიცდის გიო. თუმცა ყველაფერი მის ხელშია და დროც არის, რა თქმა უნდა, რომ გადაარჩინოს მატჩი. მინიმუმ 1 გოლი აქვს ასტანი იმისთვის, რომ მატჩი გადავიდეს დამატებით დროში და შემდეგ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყველაფერი შეიძლება რომ მოხდეს. აბა ნახოთ, დიახ, ასეც მოხდა. ბოლოს გოგოლის ფეხიდან დატოვა ბურთმა მოედანი და ახლა ლადო იწყებს თავისი ერის. ბაპე. მარჯვენა ფლანგზე კანსელოს, ეს პასი არ ივარგებს, რა თქმა უნდა. ზამბროტა, მენდი. დრო არის. ოპა, ეს შეცდომა, ეს არ შეიძლება. ლადოს წინააღმდეგ განსაკუთრებით რონალდო ნახე რა კარგად მიიღო და ეს ფსიქოლოგიურად უკეთესად გრძნობს ახლა თავს ლადონიანი, რა თქმა უნდა. კუთხური, კიდევ ერთი კუთხური, საფრთხე მომენტი იქნება, რა თქმა უნდა. არ არის კუთხური, არანაირი კუთხური. და გოგოლი დაიწყებს თავისი ერის. აბა ნახოთ როგორი იქნება ვარანი. აქვე აწუხებს თავის მეტოქეს ონო. რონალდო. შეიძლება თითქოს იქ ბაპეს პასი გააკეთა, მაგრამ არ გააკეთა. და მიიღო შეტევა. საკუთარი კარის მიმართულებით უტევს ონო, ბაპე არის საჯარიმოში, ერთი პასია საჭირო. დარტყმა, თუმცა გადაეღო, ამ დარტყმას კარგი იყო დაცვაში ახლა. კონცენტრაცია არ დააკლო გოგოლმა. ჩვენიერი იყო. მენდი. კლაულადო 80 წუთი გავიდა. ატალი მარცხენა ფლანგზე ნახეთ რა კარგად გაიგდო, მის წინააღმდეგ არის კანსელო. ოპა, კიდევ ერთი. ნახოთ აბა, გავიდა ეს პასიც, ნეიმარის მოძრაობა დარტყმა. და 3-1 გახდა ანგარიში წინ გავიდა, უფრო დამაჯერებლად გავიდა წინ ლადონიანი, უფრო დამაჯერებელი სხვაობა არის ახლა ორი ბურთი არის, რა თქმა უნდა, რთულია. 13 მაქსიმუმ 13 წუთი აქვს ახლა გოგოლს იმისათვის, რომ როგორმე მატჩი გადაარჩინოს. ანუ მინიმუმ ორი ბურთი უნდა გაიტანოს, შემდეგ გადავა მატჩი დამატებით დროში და დანარჩენზე ვილაპარაკოთ შემდეგ. მანამდე კი უკვე ჩვენ 4 გოლი ვიხილეთ. საინტერესო თამაში იქნება. მეორე თამაში გველოდება აუცილებლად წინ, მესამე იქნება თუ არა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის პლეიერებზე დამოკიდებული. მაშასე კულმინაცია გრძელდება. 15 ნოემბრიდან დაწყებული 6 თვიანი სეზონი, საქართველოს ეროვნული ლიგის სეზონი კულმინაციაში ახლა იმყოფება და ორი პლეიერი ხდება ერთმანეთს. ორი პლეიერი რომელთაც დაიმსახურეს ფინალში ყოფნა და სწორედ ისინი არიან ფინალში. კარგი მომენტი. თამაშგარი არ არის, როგორც ჩანს, აი. კონცენტრაცია დააკლო ამ მომენტს გოგოლმა. აქ გაიმართა, შეღავდა ბრძოლა, გამარჯვებული ლადონიანი გამოვიდა, ბრუნო ფერნანდეში გარბოდა იქ სანჩეს, მაგრამ ასპაცი ახლა შეიძლება გაკეთდეს, ახლა უკეთესი გაგრძელება მოიფიქრა, ონომ, თუმცა შემდეგ დაიკარგა ბურთი, არა, თამაში წესი დაიღო. აიჭრა ცოტა თამაში. მოდი ვაღიაროთ, ცოტა აჭრილი თამაში წავიდა. უცნაური აჭრილი თამაში წავიდა. და ბურთი დარჩა ლადოს. ოპა, კიდევ ერთი შეცდომა, აქეთ გოგოლის მხრიდან შეცდომა იქით ლადონა. მოკლედ მე მგონი ეს თამაში ასე დამთავრდება. ნუ ყოველ შემთხვევაში ლადო მოიგებს ამ თამაშს და ერთი ნაბიჯი გადადგა ლადომ ფინალისკენ კი არა, ჩემპიონობისკენ, ფინალისკენ ნაბიჯი დიდი ხნის წინ გადადგა და ჩემპიონობას უმიზნებს. მეოთხე თასი იქნება მის კარიერაში თუ დღეს ლადო მოახერხებს გოგოლის დამარცხებას. ბაპე ზრიალებდა, თუმცა არ გამოვიდა, გოგოლი წამოაეხა იერიშზე, რა თქმა უნდა, ვნახოთ არა. დრო აღარ არის პრინციპში ნერეში, ბაპე მიხვდა ამ ყველაფერს ვარანი და ასე დამთავრდება. ასე დასრულდება ეს მატჩი, ამაზე ორი აზრი არ არის, ლადომ პირველი თამაში მოიგო. უცებ განვითარდა არა მოვლენები. აგებდა და მომენტალურად უცებ
უცებს ანამ გოლს მოიგო გოგოლი 3 ბურთის გატანა მოახერხა. ნუ 2-ის და შემდეგ მესამეც გაიტანა გიომ. ულოცა ლადოს პირველი თამაშის მოგებას და ახლა ჩვენ ველოდებით როდის დაიწყებენ პლეიერები მეორე მატჩს. საინტერესოა. მოდი ახლა მანამდე გაგაცნოთ თქვენ შემადგენლობებს, როგორი შემადგენლობები თამაშობენ. ლადო ონიანის შემადგენლობა არის ასეთ: ნეიმარი, სანჩესი, ატალი, მბაპე, კრისტიანო რონალდუ, შემდეგ არის რა თქმა უნდა ბრუნო ფერნანდეში, მენდი, ვარანი, კანსელო, ზამბროტა და შმეიქერი. ეს არის ლადოსი. ეს კი არის გიორგი გოგოლის შემადგენლობა: ნეიმარი, რონალდუ, კიეზა, მბაპე, სანჩესი, ბრუნო, მენდი, ვარანი, კანსელო, ზამბროტა და ედერსონი. აი ასეთი მდგომარეობა აქეთ გოგოლის შემადგენლობაში. ხო, რა ვთქვათ, მშვენიერი თამაში იყო, ქონდათ, რა თქმა უნდა, ქონდა ძალიან კარგი მომენტი არა, ხომ თლიანად მომენტი ქონდა ძალიან კარგი. გიორგი გოგოლს მაშინ როდესაც იგებდა იგი მატჩს და შეეძლო, რა თქმა უნდა, ცოტა სხვანაირად თამაში წარმართვა, მაგრამ არ დაგვაუწყეს რომ მისი მეტოქი არის ლადო ონიანი. მისი მეტოქი სწორედ ლადო ონიანია და მისი ნამდვილ თამაში საერთოდ არ არის ადვილი. და და ყველაფერი რიგზია როგორც ჩანს. და მაშასე ყველაფერი არის გადასარევად. მე ასე დაგიბრუნდით ყოველ შემთხვევაში, ასე შემიძლია რომ დაგიბრუნდეთ და ვეცდები რომ თქვენს უპასუხოთ თქვენს კომენტარებს. აბა გადავხედოთ საინტერესო კომენტარები არის თუ არა. როგორც ჩანს უამრავი ადამიანი გვადევნებს თვალყურს. ღმერთო რა მაგარია ძალიან მალე დავიწყებთ რა თქმა უნდა. შემდეგი მატჩი ძალიან მალე დაიწყება. ქალბატონო არ გადართოთ, არ წახვიდეთ არსად მშვენიერია. გადამწყვეტი მატჩი იქნება რა თქმა უნდა. გადამწყვეტი იქნება ორივე პლეიერს აქვს მოსაგები. თუ მოიგებს ლადო მეორე მატჩს, რა თქმა უნდა, იგი გახდება ჩემპიონი. თუ მოიგებს გიორგი, კიდევ ერთი მატჩი გვექნება. ანუ მესამე მატჩი გვექნება. ეს იქნება ძალიან საინტერესო. აქვე მე მინდა განახოთ აი ეს თასები, რაზეც გესაუბრეთ. ლადო ონიანის ეს თასი არის, როდესაც მან საქართველოს ეროვნული ლიგა ფუტ 20-ში მოიგო. ეს თასი სწორედ მას ეკუთვნის. კი ბატონო, აქვე არის სუპერთასიც აქ არის, როგორ განახოთ, აი ესე. ეს თასები არის, რომელიც ეკუთვნის ლადოს და კიდევ არის, რა თქმა უნდა, თბილისის თასი, რომელიც არის გარდამავალი და მისი მფლობელიც და მისი სახელიც აწერია. ლადო ონიანის სახელი აწერია, რა თქმა უნდა, ამ თასს. ახლა შემიძლია კითხოს უპასუხო. კი ბატონო, აქ მე მგონი რაღაც კითხვა იყო უბრალოდ ვერ მივაქცე ყურადღება, რომ 3000 ლარს იგებს გამარჯვებული, მეორე ადგილზე გასული 1500 ლარს მოიგებს, ანუ და ხო. წავიკითხო თებში, ხო? ნუ ქილიკი მიდის, კი ბატონო, ესეთი სტილის თასებზე ქილიკი მიდის. მაგრამ ნუ არ არსებობს ალბათ თასი, რომელზეც ქილიკი არ შეიძლება რომ წავიდეს. ამაზე მოდი გულახდილად გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, რომ ესეთი ჩვეულებრივი, უпростоრად ბანალური ტიპის თასი არ გვინდოდა რომ ყოფილიყო, უფრო რაღაც განსხვავებული და კიდევ მუშაობთ რაღაც გეგმაზე, რომ შეიძლება კიდევ უფრო განსხვავებული იყოს. აქვე მინდა გითხრათ, დღეს 12 საათზე, ღამის 12 საათზე სრულდება რეგისტრაცია თბილისის თასი 20-20, ანუ ვისაც გსურთ თუ მოგება, უпростоრად მოგება და მონაწილეობა აუცილებლად დარეგისტრირდით, თორემ მე ვეღარ მოასწრებთ, იმიტომ რომ დღეს 12 საათს მე აღარ მივიღებთ რეგისტრაციას. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ძალიან მარტივი რაღაცა, რომ უბრალოდ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები და გააზიაროთ კონკრეტული პოსტი, რომელსაც მოგწერენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც მუშაობენ page-ზე. წარმატებები ორივეს, კი ბატონო, წარმატებები ორივეს. ახლა ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ როდის დაიწყება შემდეგი მატჩი. დაველოდოთ როდის იქნება მეორე მატჩი. როდის დაიწყებენ ბიჭები მეორე თამაშს და დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ისეთი ტექნიკური ხარვაზი აღარ დამემართება. არავის ბრალი არ არის, ჩემი ბრალია, რაც მოხდა. სხვა არავის ბრალი არ არის, მხოლოდ ჩემი ბრალია, რაც მომივიდა და იმ გოლის მომენტში როგორ ხო, თუმცა დარწმუნებული ვარ მეორე თამაში განსაკუთრებული იქნება, რომელიც ტექნიკური ხარვაზების გარეშე ჩაივლის. ამასაც მინდა რომ ხაზი გაუსვა, რომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა ჩემი ბრალი იყო.
და კიდევ ერთხელ ხო მანანაძის ფარშევანგი გალიაში. გთხოვთ გაუშვით მანანა თოდაძის ფარშევანგი გალიაში. იქნება ორი სიმღერა და შემდეგ რა თქმა უნდა თქვენი შეკვეთაც აუცილებლად იქნება. დიდი მადლობა ვის მიუძღვნით თუ შეიძლება მოგწერეთ. ონიანს ნერვი აქო ეკითხებიან ონიანს. კენჭისყრა როდისაა? კენჭისყრა იქნება ხვალ 12 საათზე. დავიწყებთ კენჭისყრას უბრალოდ ეს იქნება რა თქმა უნდა. ფარული რა იმ ადამიანებისთვის, იმ პლეიერებისთვის, რომელმაც მიაიარა რეგისტრაცია არა page-ზე, არამედ კონკრეტულ ჯგუფში იქნება კენჭისყრა და თქვენ რა თქმა უნდა გექნებათ საშუალება რომ გაიგოთ ვისთან ერთად მოხდით ჯგუფში. ამაზე ორი აზრი არ არის. მე კიდე გადავხედავ ახლა მზად ხო არ არიან პლეიერები. არა, ადგილზე ჩანს გოგოლი, თუმცა ჯერჯერობით ლადო არ არის ადგილზე. ველოდებით ლადოს. კი ბატონო, მანამდე ისევ წავიკითხოთ ესე იგი კომენტარები. აზერბაიჯანიდან გამარჯობა საქართველოსთან გაგიმარჯოს. ნაკრების ბატონო ფაქო. დიახ, ბატონო ფაქო, ყველაზე სასაცილო მომართვა არის ჩემთვის. და რეზი. სალამი რეზი. მოკლედ, ყველას მოგესალმებით. ბევრი კომენტარი იწერება, საკმაოდ ძალიან ბოდიშ უკაცრავად ყველას ასე მარტივი არ არის ასე ყველას რო უპასუხო. თუმცა ყველას შემიძლია ძალიან მარტივად რომ მადლობა გითხრათ ამ ასეთი თანადგომისთვის და ასეთი ინტერესისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. უმნიშვნელოვანესია და მოდი კიდევ ერთხელ ნახოთ, იქნებ მზად არის? არა. მოდი მე გამოვიტან და თქვენც რომ ხედავდეთ ჩემთან ერთად რომ მზად არის გოგოლი. მაგრამ მზად არ არის ლადო, თავის ადგილზე არ არის და ჩაფიქრებული გოგოლის ვადევნებთ ახლა ჩვენ თვალყურს, კარგი, არ გვინდა ეს კადრი. დავრჩეთ ისევ ჩვენ და ვესაუბროთ ერთმანეთს და თან ჩემპიონი საერთაშორისო ტურნირზე წავა. ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვილაპარაკე და ახლა მინდა ვთქვა. გამომდინარე იქიდან რომ პანდემია არის და ყველა ვიცით რომ პანდემია არის და მოკლედ გარკვეულ ღონისძიებებს შეექმნა გარკვეული წინაღობები, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებთ რომ იქნება გარკვეული სახის თუნდაც ონლაინ ჩემპიონატი, სადაც რა თქმა უნდა ჩვენი გამარჯვებული პირდაპირ მიიღეს მონაწილეობას. რომ არა პანდემია ძალიან საინტერესო რაღაცები იგმობდა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს რომ გადავადდა უბრალოდ და აუცილებლად გვექნება. FIFA 22-ში PC 5-ზე გადადიხართო? მოგვიწევს ჩვენც ველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს როგორ გადავლენ, ისინიც არ გადასვლან ჯერ და ამიტომ ჩვენც არ ველოდებით როგორც მოიქცევა საერთაშორისო ორგანიზაცია, ისე მოიქცევით ჩვენც რა თქმა უნდა. აბა ნახოთ. აბა კიდე ერთხელ შემომოწმებ ლადოს და კლავ არ არის ლადო ადგილზე. რთული მატჩი ქონდა ლადოს, მოდით ამათ ვთქვათ. მოდი ვაღიაროთ რომ ძალიან რთული მატჩი ქონდა ლადოს. იგი რაღაც მომენტში აგებდა და საკმაოდ მალე, ესეც უნდა ითქვა, საკმაოდ მალე მოახერხა გონს მოვიდა და უცებ მოახერხა გოლის გატანა. უცნაური გოლები კი გავიდა, სიმართლე უნდა ითქვას, თავით გატანილი გოლი, არ ვიცი, ძალიან ცოტა მახსენდება საქართველოს ეროვნულ ლიგაში. და უკვე ფინალში უკვე ორი გოლი გავიდა თავით. აბა ვნახოთ. ველოდებით კლავ ლადოს, აქ დანარჩენი აბსოლუტურად ყველაფერი მზად არის. ჩვენიერი საღამო გამოვიდა ნებისმიერ შემთხვევაში. ორივე პლეიერს დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა სულ ყველას ამდენი რო ხართ და გადასარევად რო ხართ და ასე რომ გაინტერესებთ ეს ამბავი, ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმულია, მხოლოდ ეს არის ჩვენი სტიმული პრინციპში. მეტი სამწუხაროდ არც არაფერი. ხო, ამაზე ოდნავ მოგვიანებით კიდევ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა. გოგოლის კამერა მე ვთამაშობ ის ჩვეულებრივად, არაფერი განსაკუთრებული, ან თბილისის თასზე ალბათ პირველი ჯგუფიდან გასვლა მაქსიმუმი იქნებოდა ჩემი. ეს იქნება ყველაზე სწორი, ალბათ არ შემიძლია ვთქვა. მოკლედ გვაქვს ტარადადამ კი ბატონო და აი ისიც გამოჩნდა უკვე გამოჩნდა ლადო თავის ადგილას და მეც ვეცდები რომ არა ეს არის
ლადოც თქვენს ეკრანებზეა, გიორგი გოგოლიც არის თქვენს ეკრანებზე, ყველაფერი არის იმისთვის ვზად რომ მატჩი დავიწყოთ და იმედი მაქვს რომ ეს მალე დავიწყოთ, მეც გავქრები ჩემ ყურებას, რა თქმა უნდა თამაშის ყურება ჯობია. ყველაფერი წინა გვაქვს, ერთი მატჩი მოიგო ლადო, სანგარიში 3-1 და ვნახოთ როგორ იქნება მეორე მატჩი. ლადო თამაშის დაწყებამდე ყველას დაპირდა რომ ეცდებოდა რომ ტიტული დაესვა. რა თქმა უნდა ტიტულის მოპოვება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველას მოგეხსენებათ რომ ისი დაცვა ძალიან რთულია. ძალიან რთულია. და სწორედ ამას აკეთებს ახლა ლადო. ამ ყველაფერთან არის ძალიან ახლოს. შეუძლია მას ახლა ეს ერთი მოიგოს და იგი უკვე გახდება საქართველოს ეროვნული ლიგის ზედიზედ მეორეჯერ მოახერხეს საქართველოს ეროვნული ლიგის მოგებას. იგი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პლეიერი რო ამაზე 2 აზრი არ არის, ამაზე არც არავინ არ დაობს. უბრალოდ ფაქტია რომ გიორგი გოგოლი არის ძალიან ძლიერი მეტოქე. მისი გიორგი გოგოლის პირველი წაგება იყო ეს საქართველოს ეროვნულ ლიგაში. აქამდე იგი არ დამარცხებულა და პირველად წააგო მან თავისი მატჩი. თან როგორი წაგება, ხო? ხო აქვს ყველაფერს მნიშვნელობა. იგებდა უმალ შემოატრიალა შემდეგ თამაში ლადონიანმა და ახლა უკვე აგებს თავის მატჩს. ამ თამაშში მოგების მეტი არაფერი მაინტერესებს. ეს არის გიორგი გოგოლის ფრაზა და რა თქმა უნდა გასაგებია ახლა მისი მდგომარეობა, მაგრამ მოკლედ თავად უნდა ვთქვა და ეს მარტივად რომ ყველაფერი მასზე არის დამოკიდებული, მეორე თამაში წინ არის, მეორე თამაში როგორც გიორგის აქვს მოსაგები, ასევე აქვს ლადოსაც და ორივე კარგ ფორმაში იმყოფება. მზად ვარ ტიტულის დასაცავად, ეს ლადონიანის ფრაზაა, რომელიც მატჩის წინა კომენტარში გააკეთა, თუ შეიძლება ასე ითქვას. მოკლედ ყველაფერი მზად არის და ვიწყებთ საქართველოს ეროვნული ლიგის ფინალი განახლდა ერთი მატჩი ვიხილეთ, სადაც ლადონიანმა 3-1 ძლია თავის მეტოქეს, დაგვრჩა ახლა მეორე თამაში, სადაც გადამწყვეტი იქნება, რა თქმა უნდა. გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ლადოსთვის, ასე გოგოლისთვის. მოკლედ, დავანებოთ ამ ყველაფერს ახლა თავი, გადავიდეთ პირდაპირ თამაშზე, რომელიც დაიწყო. განახლდა თამაში. წავიდა, აბა როგორი იქნება, მთავარია ნაკლების შეცდომა დაუშვა. ნაკლების შეცდომა დაუშვან პლეიერები. იბატონო. აბა ნახოთ. ვარანი. მენდი. იბატონო. დაიკარგა აქ პირველი შეტევა გიორგი გოგოლის არ გამოვიდა და ახლა ლადონიანი დაიწყებს. არასწორად არის მე მგონი. აი ახლა არის სწორად სამაგიეროდ. კიდევ ერთხელ იგივე მომენტი. ამ ნერვიულობისგან მერე ვარ. არა უშავს. ამონახოთ მენდი. კარგია სანჩესი არა. ოპა მაინც გავიდა ეს პასი როგორც ჩანს. როგორც ხედავთ. ამონახოთ ოპა ბრუნო ფერნანდეში გვია. ნახოთ რა მოიწვია ლუკან პასი, კი ბატონო ლუკან პასი გამოვიცანი, ყველას კარგი გაგრძელება ეს იქნებოდა შეტევის რა თქმა უნდა ლადომაც ეს გააკეთა ბრუნო ფერნანდეშმა აპარას მოიწვია ლუკან. არჩქარობს ლადო, თუმცა წამოეწია. ოპა ფრთხილად თამაშია საჭირო. არ არის საჭირო ასეთი საციელი უცებ შემთხვევით და რაღაც შეიძლება გაუთვალისწინებელი მოხდეს ისეთი, რასაც შემდეგ თავის თავს ვერ აპატიებს გოგოლი. ამონახოთ შეტევა. ლადოს შეტევა არის. რონალდო მისნავ კარგი იყო არანი ძალიან. კარგი იყო ესეც ძალიან კარგია ატალი შვენიერია კარგად ათრიაბუთი კარგი პასი გააკეთა ნახეთ რენალდო სანჩესს სად მიიღო ბუთი ისევ ატალი გაღიზიანებული ჩანს თითქოს გოგოლი თითქოს გაღიზიანებული ეს კარგი არ არის რა თქმა უნდა ოპა კარგად ათრიობდა აკრამ სუფთა იყო ნახეთ რა ვარდნავი დასწარები და იქ დამახსოვრებული კეთილი ბარათი შვენიერი მომენტი ჰქონდა და გოგოლმა ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში მომენტში აი ბოლო მომენტში თვითონ უკვე უტყავდა რონალდო და გამოაცალა კიდევ ერთი მომენტი აქვს კიდევ ერთი დარტყმოდა გოლი კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა ლადონიანმა 0-1 მე-14 წუთზე დაწინაურდა ლადონიანი იმ მომენტში ვერ მოახერხა გოლის გატანა იქ შეძლო გიორგი გოგოლმა კარგად თამაში კი არა და გადასარევად თამაში მაგრამ ამ მომენტში უკვე აღარ დააგვიანა დარტყმა ლადონიანმა და ძალიან ზუსტად დაარტყა აისროლა ლადომ გავიდა წინ თამაშის დასაწყისშივე მოახერხა დაწინაურდება ლადონიანმა ჟუაო კანსელო კიეზა კანსელო ნაბა ნახოთ
კარგია. კარგი ბრუნი კრიესა, რონალდო. კარგია, შეიძლება ბაპეს რა თქმა უნდა შევიდა საჯარიმოში ბაპე. მის ნამდვილად კარგი იყო ძამბროტა ნახეთ რა კარგად ეთამაშა, რა კარგი იყო დაცვაში. შვენიერია დაცვაში. ლადონიანი გაშვებული ბურთის შემდეგ ლადო გადასარევად გამოიყურება დაცვაში. აბა ნახეთ კიდევ ერთი კარგი შეტევა უნდა განხორციელდეს ახლა გოგოლი უტედო. ოპა, ჩაიჭრა ეს პასი უცნაური უწყნარ სიტუაციაში დაკარგა გოლმა ბურთი. განსაკუთრებული არაფერი იცლება ახლა გოგოლისთვის, ისევ ერთი ბურთი აქვს გასატანი მხოლოდ და მხოლოდ. დანარჩენზე შემდეგ იქნება საფიქრალი, თუმცა ამავე დროს არის ლადოს შეტევა კარგი იქნება. ედერსონი რა თქმა უნდა გამოვიდა და იჭრა ბურთი ხელში ამახდა გაგრძელებას მონახავ როგორც წამოიწყებს თავისი იერიშის გოგოლი ბრუნო ფერნანდეში, რენატო სანჩესი. აბა შემდეგი რა იქნება გაგრძელება გვანახა ბრუნო ფერნანდეში ამოდის ნენელა გოგოლი მაგრამ ადვილი არ არის რა თქმა უნდა აქვე აწუხებს ლადო. აბა გაგრძელება როგორი იქნება აქედან მაინც მენდი მარცხენა ფლანგზე გაიქცა იქ ნეიმარი მასე პასი არ გაკეთა, თუმცა აი ახლა გაკეთა მიიღებს ნეიმარი რა თქმა უნდა არის საშუალება რამოდენი ბრუნის კარგი მომენტი კარგად გააკეთა ეს ყველაფერი გამოუსწრო რასაც იზრდა ონო აქ ბაპე მიიღო კარგი დარტყმა შეიძლება მაგრამ გადაეღობა მენტი შვენიერი მომენტი შემოგთავაზა გოგოლმა შვენიერი შეტევა იყო მაგრამ ბოლოსში ძალიან კარგად ითამაშა გადაეღობა წინ ლადონიანი და აღარ მისცა გოგოლს კარში დარტყმის საშუალება კარგი პასი გავიდა რა კარგია შვენიერი ნეიმარი ახლა დაგაგრძელება თითქოს ჩიხია მაგრამ ნახეთ რა კარგად გამოვიდა ამ სიტუაციიდან ლადონიანი თუმცა შემდეგ რონალდოზე გაკეთებული პასი იყო ალბათ წავიდა პასი ატალისკენ არ მივიდა ატალამდე და ჩაიგდო ბურთში გოგოლმა და წამოვიდა ახლა გოგოლი უტევს ბაპე 1 2 3 ოპა არა კანსელოა გადასარევი გაერთო რაღაც დონეზე გოგოლი აბა ნახოთ ახლა ლადონიანი უტევს მენდი ვარანი სანჩესი რენატოს კარგი პასი ისევ ტანტალი კაცალვის ნამდვილად ოპა ყველაფერს მიხვდა გოგოლი და ჩაუჭრა დაჭრა ბურთი კარგი თამაში წავიდა ბრუნო ფერნანდეში იქ შეიძლება ოპა უკეთესი უმალ შეტევაზე გადავიდა გოგოლი აი გაერთო კიდევ ერთხელ უცნაური მოძრაობები შემოგთავაზა ახლა გოგოლმა საერთოდ არ იყო საჭირო რამოდენიმე ვერსია იყო შეტევის გაგრძელების მაგრამ არა უბრალოდ ასე მარტივ სიტუაციაში კიდევ ერთხელ დაკარგა ბურთი გიორგი გოგოლმა სჭირდება კონცენტრაცია არის საჭირო ახლა და ცხვირის ჩამოშების დრო ნამდვილად არ არის ერთი გოლია გასატანი რათა მოვალი გახდეს უფრო ნათელი მოდი ასე დავარქვათ შეცდომა თუმცა გაუმართლა ამ ეპიზოდში ლადოს შეინარჩუნა დარჩა ისევ მას ბურთი ატალი 38 წუთი და რონალდო ბურთი ბრუნო ფერნანდეში ერთი მოძრაობა გააკეთა პასი ნეიმარზე კარგია ნეიმარამდე მივიდა ბურთი ერთი მოძრაობა მეორე კარგი პასი გააკეთა რონალდო არ არის თამაშგარე როგორც ჩანს და 0-2 ხედავთ რა კარგი იყო რა გადასწარევი შეტევა იყო რომელიც ვიხილეთ რომელიც შემოთავაზა ლადონიანმა შესანიშნავ მატჩს ატარებს შესანიშნავი ზოგადად მის თამაში არის გადასწარევია მის მერე რაც გოლი გაუშვა ლადო აბსოლუტურად გადაკეთა ხედავთ ეს მომენტი ჩაიგდო არტემელზე ძალიან კარგი იყო რონალდო მის ნამდვილად მინარი ნეიმარი კარგის ნეიმარი და არაფერი წამოეწია მენდი კვლავ ბურთის ფლობაც უკეთესი 62-38-ზე 32-38-ზე აქვს ონოს აკი გოგოლი შეტევა ერთი ბურთი თუ მოახერხა გოგოლმა და აი ახლა ეს შეტევა ამ შეტევაში თუ გაუტანა მეორე ტაიმი ძალიან კარგი იქნება რა თქმა უნდა საინტერესო უფრო ოპა არა დამთავრდა დასრულდა ასე პირველი ტაიმი და გველოდება მეორე ტაიმი რა თქმა უნდა მეორე ტაიმი და ძალიან ცოტა არის დარჩენილი ძალიან ცოტა არის ცოტა წირი პიცკიე აქ დარჩენილი ლადოს იქამდე რომ მეოთხე ტიტული მოიპოვოს თავის კარიერის მეოთხე ტიტული 4 ტიტული არ ვიცი ვინ შეძლებს მსგავსი შედეგის დაფიქსირებას მაგრამ ფაქტად რჩება იგი ძალიან ახლოს იმყოფება ჩემპიონობასთან. ლადონიანი არის ძალიან ახლოს იმის რომ გახდეს ჩემპიონი. თუმცა 45-47 წუთია დარჩენილი და მისი მეტოქია გიორგი გოგოლი, რაც რა თქმა უნდა სიმშვიდის საშუალებას ნამდვილად არ აძლევს არავის. გაჩაღდა მეორე ტაიმი დაიწყო ონომ. ჩვენგან ხელმარჯვნივ ონო იმყოფება, ჩვენგან ხელმარჯვნივ გიორგი გოგოლი, ტანტალი, კარგი მოძრაობა.
ნერეს შემოვიდა კიეზას მაგეროს ეს პარტი გავიდა ბოლომდე ვარანი ბრუნო ფერნანდეში კანსელო ბრუნო ფერნანდეში ბრუნო ფერნანდეშმა კარგი ნახეთ და ოპა მშვენიერი ბრუნი ნახეთ რა კარგად ითამაშა ლადონიანმა დატალით მიწევს საჯარიმოს შევიდა საჯარიმო და გამოვიდა საჯარიმოსკენ აღარ გაიხედა რენატო სანჩეს გადაწყვეტილებით ნახეთ რა კარგი პასი გააკეთა მბაპე ხო გაუჭირდება ძალიან რთული იქნება ლადონიანის კარში ახლა გოლის გატანა ძალიან კიდევ ერთი კარგი მომენტი შევარდა შეფრინდა საჯარიმოში რონალდო ლადონიანი მაგრამ ის ნამდვილად კარგი იყო ახლა მენდი მშვენიერი აბა ფრთხილად ერთი გოლიც გატანა რომ მოახერხოს გოგოლმა სასწაული თამაში წავა შემდეგ ვინ იღებს პაუზას ონო რა თქმა უნდა მას ჩვევია ასეთ მეორე ტაიმის დასაწყისში პაუზის აღება და ფეხბურთელების შეცვლა კარგი პასი კანსელო ნერეში ვინ არის ეს ბრუნო ფერნანდეში კარგად ამოვიდა დაცვის ხაზი ლადოსი და სწრაფად ვეღარ განახორციელა შეტევა თუ შეიძლება არც აპირებდა ოპა მშვენიერი დარტყმა არა კიდევ ერთი ბლოკი რომელიც მეორე ბლოკი რომელიც გააკეთა ახლა ლადომ და ძალიან კარგი მომენტი ქონდა პირველ ტაიმშიც ესეთი კარგი მომენტი ქონდა გოგოლს და ახლაც კარგი იყო აბა ნახოთ ახლა რა შემოგთავაზებს რონალდო უთის მიღება და მიღებასთან ერთად გასწორება თუ რაღაც სასწაული მოძრაობა ოპა კიდევ ერთი აი ეს შვენიერი ფინალია გადასარევი რენატო სანჩესი 60 წუთი გავიდა ძალიან ახლოს არის ლადონიანი ჩემპიონობასთან ბრუნო ფერნანდეში და აგორა უკან ბურთი რენატო სანჩესი ეძებს თავის პარტიას აბა ვინ იქნება წინ ვინმე თუ არის რონალდო არის უჭირავს ბურთი ლადონიანს არ აძლევს ბურთს ახლა გოგოლს ბაპე ოპა შეცდომა ახლა შეიძლება ახლა ბურთი ჩაიგდოს ხელში გოგოლმა კი ბატონო ასეც მოხდა მარჯვენა ფლანგზე გაშალა ნერეში უკან წამოიწყებს თავის პოზიციურ შეტევას ნახეთ რა კარგი გაგრძელება ნერეში კარგად მიიღო ბურთი კარგად განავრცო შეტევა ოპა ესეც კარგი მოძრაობა იყო ვარანი ჩამოიშორა მაგრამ ცოტა ხნით დაეწია ისე ვარანი მას ბრუნო ფერნანდეში ვინ არის რენატო სანჩესი რონალდო გამწვავდა შეტევა ეს პასი გავიდა თუმცა რთული იყო ბაპესთვის ამ ბურთის მიღება ზურგით გაკეთებული პასი იყო 53 წუთზე ითხოვა პაუზა ლადონიანმა და 66 წუთია ახლა გასული 67-დან პაუზის საშუალება ჯერჯერობით არ არის შორიდან დარტყმა წელი კიდევ ერთი დარტყმა 1-2 მოახერხა ერთი გოლის გატანა გიორგ გოგოლმა როგორი ეპიზოდი იყო რა ჩაეშვა ბურთი თქოს მაგრამ მოხდა მერე შემდეგ ძელი ღბალი მაგრამ გამოვარდნილზე აქეთმა უიღბალმა უკვე გოგოლის მხარეს გადმოიხედა და თამაში დაბრუნდა გიორგი გოგოლი მშვენიერია ნეიტრალური მაყურებლისთვის ისეთი როგორც ვართ ჩვენ ვინც ვართ ნეიტრალურები მშვენივრად ვითარდება ახლა სიტუაცია ერთი მატჩი აქვს მოგებული ლადონიანს ანგარიშით 3-1 პირველი თამაში მან სწორედ ასეთი ანგარიშით მოიგო მეორე თამაში ახლა მიმდინარეობს და იგებს ჯერჯერობით ისევ ახერხებს მოგებას თუმცა თუ კიდევ ერთი გოლი გაიტანა გოგოლმა მატჩი გადავა უკვე დამატებით ტაიმებში და შემდეგ შეიძლება თერმინატრიანების სერიაც ვიხილოთ ანუ ამით იმის მომენტი რომ არ აქვს მნიშვნელობა შეცდომა არ აქვს მნიშვნელობა ვინ რამდენს მოიგებს ამის გამო მეტოქის სტადიონზე გატანილი გოლი და ასეთ რაღაცები არ მოქმედებს პლეიერებმა მოილაპარაკეს ერთმანეთში რომ თუ მესამე მატჩი დაინიშნებოდა მაშინ მონეტის ეფექტს მაშინ გამოვიყენებდით და გადავწყვეტით თუ ვინ ითამაშებდა სახლში პირველი თამაში ონომი თამაშა მეორეს გოგოლი თამაშობს არა ეს პასი შეიძლებოდა უკეთესად ამ მომენტს გამოყენება თუმცა კიდევ ერთი შეცდომა რომელიც დაუშვა ლადონიანმა ნახოთ რომ ხალხს მოიქცეს ახლა გიორგი გოგოლი არა არაფერი ბრუნო ფერნანდეში იყო ძალიან კარგად გადასარევი ბაპე კარგი პასია კანსელო მშვენიერი გადასარევად ამაი ყველაფერი გააკეთა გიორგი გოგოლმა იმისაც რომ პრობლემები შეექმნა ლადოს მაგრამ ნახეთ რა ლაღა დამოვიდა ლადო პირიქით მომენტი შექმნა მეტოქ საჯარიმოში უკვე ნეიმარით ლადო ბრიალებს გავიდა ბოლომდე გააწოვინა მარცხენა ფლანგს ინარჩუნებს ბურთს ჯერჯერობით ისევ ლადოს აქვს ბურთი გამწოვებაზეც არ მიდის ისე და მოიპოვა კუთხური იცოდა რასაც აკეთებდა და მოიპოვა კუთხური კიდეც აქვე უცებ გეტყვით რომ ვისაც სურთ თბილისის თასზე მონაწილეობის მიღება დღეს 12 საათამდე ან ღამის
12 საათამდე გაქვთ ამის საშუალება, შემდეგ უკვე დაიკეტება, აღარ გიქნებათ საშუალება რეგისტრაციის, ხვალ 12 საათზე იქნება მათთვის კენჭისყრა ვინ რომელ რანაირად ჯგუფში მოხვდა და ყველაფერს რა თქმა უნდა დეტალურად აგზეს შიდა ჯგუფში ეს არ იქნება და აქვე მინდა აქვე დავაანონსო რომ დღეს რა თქმა უნდა დამთავრდება ჩვენი სტრიმები თუმცა 13 მაისიდან ყოველ დღე იქნება სტრიმი თბილისის თასის და გვეყოლება 32 ახალი სახე რომელსაც ვიყილავთ რა თქმა უნდა 3-2-1 აქ ყველაფერი მზად არის იმისათვის რომ ნახოთ ფინალი ბოლომდე როგორ მივა 1-2 იგებს ლადო თავის მატჩს ჯერჯერობით თუმცა მოახერხა მეორე ტაიმში გოლის გატანა გიორგი გოგოლმა და ახლა ოდნავ მისკენ გადაიხარა რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვე შეტევაზე არის ლადო თუმცა კარგი იყო ახლა დაცვაში ძალიან კარგი იყო გოგოლი ეს პასი გავიდა მშვენიერი შეტევა ელოდება პარტნიორებს რაც უფრო ცოტა დრო დარჩება რა თქმა უნდა უფრო გარისკავს გოგოლი ნახეთ რა კარგია მშვენიერი ნერეში შეიძლება არა მენდია გადასარევი არის მენდია მარჯვენა არა მეორე საფუძე მარჯვენა შუაშია აბა ნახოთ ეს რენატო სანჩეს დაწყს არ გადაწყო ვარანი მაგრამ საფა მოიშორა ფუტით კონდა რენატო კარგი პასი გავაკეთა შეიძლება და იქ რამოდენ პასი გაკეთა პაპეს გაკეთა ფუტი ერთი როძო მეორე არა დასწრებია გავიდა და ვარანი იყო რა კარგი იყო ვარანი რა მაგრა ითამაშა ახლა ადონიანმა ვარანით როგორ დაიცვა თავი მშვენიერი იყო გადასარევი სასწაული მომენტი იყო ძალიან ვინც მონაწილეობთ თბილისის თასზე კარგად დააკვირდით როგორ თამაშობენ პლეიერები თქვენ ამათთან გეთამაშეთ 4 თქვენთაგას ექნება საშუალება რომ ეთამაშოს აი ამ დონის პლეიერებს როგორიც არიან გიორგი გოგოლი და ლადო ონიანი სულ ცოტა დრო რჩება 5 წუთი 7 წუთი მაქსიმუმ 7 წუთი აშორებს ახლა ლადოს ჩემპიონობამდე და უტესწორედ ლადო რენატო სანჩეს კარგი პასი გაკეთა რონალდოზე რონალდო ახლა მეიქნეს გარბოდა ვიღაცა მაგრამ პასი გაკეთა რონალდო შეინარჩუნა ბურთი გაწურინებს ახლა მარცხენა ფლანგზე და შეინარჩუნებს ბურთს რა თქმა უნდა შეინარჩუნებს ბურთს და კუთხურით მოიპოვა კუთხური კიდევ ერთი პაუზა გვაქვს თამაში და სულ რაღაც 5 წუთი აქვს ახლა გოგოლს იმისათვის რომ როგორმე მატჩი გადაარჩინოს. ერთი გოლიც რომ გაიტანოს ახლა გოლმა ანგარიში გაათანაბროს და ინიშნება დამატებით დრო და დანარჩენზე უკვე მერე ვილაპარაკოთ. მშვენიერი. 5 წუთში გვეცოდინება ჩემპიონის ვინაობა ან დაინიშნება დამატებით დრო. ვისია ბურთი? სანჩესი გავიდა, მე მგონი დევისი შემოვიდა. არა, ჯონსი შემოვიდა. აბა ნახოთ. ლადო არ აპირებს ბურთთან გაშორებას. გასაგებია, თუმცა არა. იბატონო ინარჩუნებს ბურთს. 99 წუთი გავიდა. ძალიან ახლოს არის ჩემპიონობასთან, ძალიან. დაიკარგა ბურთი და ბოლო შეტევა. ბოლო შანსი გიორგი გოგოლს. ჩუმადوار. მოახერხა გოლის გატანა გიორგი გოგოლმა და დამატებითი დრო წავა. დამატებითი დრო გვექნება ქალბატონებო და ბატონებო. არ ვიშლებით, არავინ არ ვიშლებით. დღეს გვექნება დამატებითი დრო. მშვენიერი თამაში გამოვიდა. მშვენიერი, მადლობა ორივე პლეიერს. დიდი მადლობა. უშველებელი მადლობა დღევანდელი დღისთვის. უშველებელი. ხედავთ რა ხდება სასწაული თამაში წავიდა რა კარგი თამაშია ბოლო მომენტში გოგოლ მოახერხა წარმომიდგენია მისი გულშემატკივრები ახლა რა დღეში არიან უბრალოდ 91 თუ 92 წამზე წუთზე გოლის გატანა ყო ეს ამაზე სასწაული და ამაზე გემრიელი გრძნობა ხო არაფერი არ არის ვინცაც ფეხბურთი უყვარს ვინცაც ფეხბურთი ესმის კიბერი იქნება თუ რეალური დამნიშნულობა აქვს 93 გატანილი გოლი არის ყველაზე ტკბილი რაც შეიძლება გარგუნოს ცხოვრებამ. ხო, ახლა რა გვაქვს? რასთან გვაქვს საქმე? გაჩაღდა დამატებითი დრო და კიდევ დრო აქვს ახლა
გოგოლს იმისათვის რომ რაღაც შეცვალოს, მაგრამ თავის მხრივ დრო აქვს ონოსაც რომ ამავე დამატებით დროში მოაგვაროს ყველაფერი თქოთ და ის მაინც უფრო ახლოს არის ჩემპიონობასთან ვიდრე გიორგი გოგოლი, რადგან მას ერთი მატჩი უკვე აქვს მოგებული. აქ კი 92 წუთზე ყველაფერი დაიწყო თავი და ახლა მარჯვენა ფლანგზე დამტოვებს ახლა ლადონიანი შეტევაზე და აბა კარგია ეს მოძრაობები მიიღებს დასწრის საშუალებას არა აქ აღარ მისაღწევს საშუალება გიორგი გოგოლმა. აბა ვნახოთ ეს როგორი იქნება ახლა. სასწაული ბოლო წუთები იყო, გადასარევი. როგორიც ფინალს შეეფერება რა, მაღალ დონეზე ითამაშა იმ მომენტში გიორგი გოგოლმა რა კარგად მოახერხა ბაპეთი როგორი მოძრაობები გააკეთა და რა გააკეთა და რა ფერ რანაირად. სწორედ იგიაში და სწორიდან შეიხერი მოსინჯა და მოდი აქ. აბა ვნახოთ კუთხური და როგორ შეასრულებს გოგოლი ნერეში. შევიდა საჯარიმოში. გამოვიდა. ეძებს ვიღაცას ჯონსი. კარგი პასია რონალდო. დასაწყმაზე არ არის დასაწყმელი ახლა არის და კიდევ ერთი. შმეიხელმა გამოყო მესამე ხელი. კონდა ძალიან კარგი მომენტი კონდა ახლა გოგოლს. ნახოთ. დაცოში რა თქმა უნდა ყურადღებით თამაში მართებს ახლა გიორგი გოგოლს. რა მოხდა იცი გადაიხარა ახლა გოგოლისკენ თითქოს ეს ფსიქოლოგიური უპირატესობაც რაღაც იღბალიც იმ მომენტში როდესაც თქვი რომ აი ძელი იღბალს რომ მოხდა ბურთი და შემდეგ მიუვიდა გოგოლს ესეც რაღაცაზე მიანიშნებდა ალბათ მე ხა ისე ვიძახ და ბოლო შეტევის უფლებაც მოიპოვა გოგოლმა. თუმცა დაკარგა ეს უფლება, გადააწოდა ეს უფლება ლადონიას და ლადონიას ახლა ბოლო შეტევაზე. აბა ვნახოთ. აცლის კი ბატონო აქვს დრო. კარგი პასი გააკეთა ნახოთ მოწყენ და მიიღო ატალი მის ნამდვილად არის კანსელო. ატალი და კანსელო ოპა რა კარგი მოძრაობა იყო თუმცა არა. ზამბროტამ გადააგდო ბურთი ახლა გოგოლმა. გადააგდო ბურთი გოგოლმა. და უნდა კონდეს დამატებითი დროის მეორე ტაიმი. მეორე დამატებითი ტაიმი. უნდა ნახოთ აუცილებლად. შვენიერია. რა კარგი მომენტი ქონდა გოგოლს. შეიძლებოდა იქ გოლის გატანა ნამდვილად. ამის გარდა მახსენდება ის რომ ძალიან კარგი მომენტი ქონდა პირველ ტაიმში, როდესაც დაუბლოკა მენდითი ლადონიანმა. კიდევ ქონდა ერთი კარგი მომენტი იმ მომენტში ძალიან კარგად თამაშა და ლადონ დაცვაში. ახლა მეიხერი იყო ძალიან კარგი. ხო, მეტი ყურადღება, მეტი კონცენტრაცია არის საჭირო. კონცენტრაცია. დაიწყო და მეორე დამატებითი ტაიმი. შეიძლება ვნახოთ 11 მეტრიანების სერია, არავინ არ გამორიცხოს ამას, არ გამორიცხოთ ეს. ოპა, ნახეთ რა კარგი თამაშა ლადო. შვენიერი, კანსელო, მიწევს წინ. კარგი პასი გააკეთა ელშაროვიზე, ელშაროვი რაღაცა გააკეთა შემდეგ. კარგი დავანებოთ ამ ყველაფერს თავის. სიმონა შემოვიდა. ჯონსი, პაპე. რა კარგი იყო პაპეთი გოგოლი ბოლო მომენტში, ალბათ ის გოლი არ ვიცი ალბათ. არ ვიცი. ბრუნო ფერნანდეში. კარგი პასი. ჟუაო კანსელო. აქ თამაშს დაიღო, თუმცა არ აიღო ჯარიმა გოგოლმა. კარგი პასი გააკეთა ბაპეზე. შევარდა ბაპე კარრივით. ოპა, კარგია ესეც, თუმცა არ რელოდა მე მგონი თავად არ რელოდა ამ მომენტს ახლა გოგოლი და აქედან გამომდინარე არ დახვდა მომზადებული ეს პასი არა. არ გავიდა ეს პასი. ჩანაფიქრი ძალიან კარგი ქონდა ლადოს, მაგრამ არა. ხო, ჯონსი. ბრუნო ფერნანდეში. ნეიმარი. ბრუნო. ნეიმარი შეიძლება სახიფათო შეტევა განხორციელოს. არა ოპო. დარტყმა. მესამე გოლის გატანა მოაკერხა ახლა გიორგი გოგოლმა. მესამე გოლის გაიტანა. 2-0 აგებდა და შემოატრიალა თამაში. აი ასეთი უნდა ფინალი. ნამდვილად ფინალი. რა კარგად იმოქმედა ხედავთ. მანამდე ძალიან კარგი იყო არანი უბრალოდ ჩაწვა მიცნამდე გაიშყართა. გაჩერდა რაღაც პაუზა, გადასარევი პაუზა იყო გოგოლმა და ყოველში ამის მერე დაარტყა და მოახერხა გოლის გატანა. 3-2 წინ არის გიორგი გოგოლი. ახლა საერთო ჯამში გათანაბრდა ანგარიში. ერთი მოიგო ლადო, მეორეს იგებს ახლა გოგოლი. ნერეში. ისე გოგოლია შეტევაზე. ძალიან ცოტა დრო აქვს ახლა ლადოს იმისათვის რომ ახლა უკვე ლადომ გადაარჩინოს თამაში. აბა ნახოთ ნერეში. მოიპოვა ლადომ ბურთი. აბა შეტევაზე გადავიდა. მათეუს შემოსულა ამასობაში ატალმა ბურთი გადააწოდა ვის რონალდო. კარგი პასია თუ თამაშგარი არ არის. ელშარავი მიიწევს და როგორ თამაშგარი ყოფილა. ვარანი და ძალიან ცოტა აშორებს ახლა საფინალო საშტენამდე გიორგი გოგოლს. ახლა გიორგი გოგოლი დაიჭერს ბურთს, რა თქმა უნდა. ესწრება ბურთის გაკონტროლებას და შეეცდება რომ ტაიმი იქამდე ეჭიროს ბურთი სანამ არ დამთავრდება მატჩი. არის აქ საშუალებაც, რა თქმა უნდა, ჯონსი.
არჩკაროს ბოლოს შეტევის შანსსაც არ უტოვებს. ლადოს მოიგო. გიორგი გოგოლმა ეს თამაში მოიგო. თქვენ გახსოვთ ალბათ მეორე გოლის მერე გიორგის გამომეტყველება როგორი იყო და ახლა რადიკალურად განსხვავებული ამბავია როგორც ჩანს. ოპა, კიდევ ერთი დარტყმა, კიდევ ერთი გოლი 4-2. ლადოს გაუტანა 4 გოლი. ეს არის სხვა ამბავი. ეს სხვა ამბავია. შვენიერი ფინალი. დასრულდა მატჩი. ეს არის სასწაული, რასაც ახლა პლეიერები აკეთებენ. რასაც ისინი ჩადიან არის სასწაული. ჩვენს წინაშია, არ ვიცი, წლის საუკუნის ალბათ თამაში, რომელიც ვიხილეთ ეს იყო სასწაული. ამაზე მაგარი თამაში მე არ მინახავს და ალბათ თულია რომ რომელიმე ზღვენახა ესეთი ტონის თამაში, როგორც ახლა ნახეთ. სასწაული იყო, სასწაული. მე ვთხოვ რომ იქნებ გოლები გაგვიმეორონ, ძალიან ვთხოვთ იქნებ გოლების გამეორების საშუალება მოგცეთ ახლა ვიხილოთ კიდევ ერთხელ გოლები და გავყვეთ ქრონოლოგიურად რომ გავყვეთ რა ხდებოდა მთელი მატჩის ჯამში. იქნებ ვინმე მისმინოს ჩემი ვედრება და გოლები გავამეოროთ. აი და თავისით გაამეოროს, კი ბატონო. ხო, ეს სასწაული იყო. დავიცალე აბსოლუტურად გამოვიფიცე. სასწაული მატჩი ვიხილეთ. წარმოვიდგენია თქვენი მდგომარეობა, თქვენი სიტუაცია, მაგრამ აქ იყო არ ვიცი. აქ სასწაული რაღაც ხდებოდა, განსხვავებული ხდებოდა, მაგრამ ხო, მადლობა ორივეს, ასეთი კარგია რომ შეიძლება კარგიც არის რომ ორ მატჩი არ დამთავრდა ეს ფინალი, მესამე მატჩი გვექნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მაინტერესებს რა ხდება კომენტარებში, არ ვიცი. მოდი არ გადავალ და არ ვიცი რამდენი ადამიანი გიყურებს, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი გიყურებს. ნახო. არ ვნახავ მე ასაკი საუბრებით და გეტყვით რომ წინ გველოდება მესამე მატჩი, რომელიც გადაწყვეტს ვინ იქნება. მანამდე ბიჩებს თხოვ რომ რა აუცილებლად იქნება მონეტის თემა იქნება, რომელიც გადაწყვეტს თუ ვინ ითამაშებს სახში, ანუ ნომინალურად რა ვინ იქნება სახში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება უკვე როგორც ჩანს, აქ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა რა თამაში ვიხილეთ, ეს რა იყო, ეს იყო სასწაული, არ ვიცი, ესეთი რამდენში ხდება, როგორ არის, რანაირად, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ბიჭების მდგომარეობა არის სასწაული. ლადოს და გოგოლის სიტუაცია განსხვავდება, ახლა რა თქმა უნდა გოგოლი უფრო ალბათ ახფოვნება კი უფრო მეტი სტიმული თუ რა ვიცი რაღაცა სასწაულები აქვს ალბათ როგორი მატჩი შემოაბრუნა ვისთან შემოაბრუნა მატჩი შემოაბრუნა არის ერთი და მეორე რომ ვისთან ძალიან გთხოვთ რომ იქნებ და გაიყვა გოგოლი იქნება სახში მონეტის ამბავი გაიყვა და გოგოლი არის სახში. ვიცით რომ გოგოლი. ეხლა გთხოვთ რომ გოლები გავიმეოროთ. ძალიან გთხოვთ რომ იქნებ ვინმე და გოლების გამეორება, იმიტომ თავის არ ამეორებს. ეს ვირის თავი ესა და რა თამაში ვიხილეთ. ეს იყო სასწაული, არ ვიცი. გათანა ბანგარში არის 1-1, გოგოლი 1, ლადო 1 და ყველაფერი იწყება თავიდან ეს 1-1 შეიძლება საერთოდ დავივიწყოთ, მაგრამ როგორ გინდა დაივიწყო და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. მესამე თამაში სადაც გადაწყდება ყველაფერი და იმედია რომ ხმა და ნერვები რამაც შემჩება. სასწაულია ესეთი მატჩი წაყვანა, აი უბედნიერესი კაცი ვარ პირდაპირ გეუნებით, ძალიან ალალად გეუნებით რომ ვარ უბედნიერესი კაცი რახან ესეთი მატჩი მიმყავს. არ ვიცი, ესეთი მატჩი კიდე იქნება თუ არა. აქვე გეტყვით რომ საქართველოს კიბერბექოს ფედერაცია რა თქმა უნდა შემდეგი სეზონიდან კვლავ გეგმავს ეროვნული ლიგის წარმოებას და დავიწყეთ ისე 15 ნოემბრიდან FIFA რო გამოვა და ახლა გუნდებსაც ვაწყობენ პლეიერები, შეეგუებიან ახალ FIFA-ს ასე შემდეგ და შემდეგ უკვე დავიწყებთ ეროვნულ ლიგას კვირაში იქნება თითო ტური რა თქმა უნდა და ესე 25 აპრილს ყოველ ესე გვინდა რომ 25 აპრილს კონტესტ ფინალი გოლების გამეორება ვერ მოახერხე უკაცრავად ვერავის მივაწყინე ხმა რომ გოლები გაამეოროს კიდევ ერთხელ ვიტყვი ცოტა ხმა მაგალითად იქნებ გოლები გაამეოროთ და გასული იყო და გამოფხიზდა აბა ეს არის პირველი გოლი იცით დაიწყო ყველაფერი
ეს არის გასწორ მე-14 წუთი იყო კი ბატონო, სწორად მახსოვს. როცა გაიტანა გოლი, პირველი გოლი მადონიანმა, შემდეგ ეს შესანიშნავი მოძრაობები ნეიმარით და კარგი პასი გადააწყვეტა შემდეგ რონალდოს, შემდეგ უკვე დაიწყო 77 წუთზე. აი ეს დარტყმა ძველი მივიდა შემდეგ ბურთი გოლს დამოახერხა გოლის გატანა. აი ეს 92 წუთზე 92 წუთზე გატანილი გოლი. აი ხედავ დეტალური ხედავთ თქვენ მოძრაობების არაჩვეულებრივი პლასტიკა და კიდევ ერთი აქ ხედავთ როგორ ჩამოიშორა ვარანი ნეიმარმა შესანიშნავი მოძრაობა იყო და ეს მეოთხე გოლის გატანაც აღარ გასჭირები აქ ისე შემოტრიალ და ბაფე და ასეთი მატჩი მივიღეთ. კარგი, მაქვს ინფორმაცია რომ პლეიერები არის ადგილზე იმყოფებიან ადგილზე, ანუ ყველაფერი არის მზად იმისთვის, რომ დაიწყოს მესამე მატჩი, სადაც სახლში ითამაშებს გიორგი გოგოლი. კი ბატონო, მე კიდევ ერთხელ მინდა შემადგენლობები გაგაცნოთ. ნეიმარი, რენატო სანჩესი, ატალი, ბაპე, რონალდუ, ბრუნო ფერნანდეში, შემდეგ მენდი, ვარანი, კანსელო, ძამბროტა და შვაინშტაიგერი მეთქი შმეიხერი უკაცრავად, შვაინშტაიგერი. კიდე კაი შვარცნეგერი არ ვთქვი. ნეიმარი, რონალდუ, კიეზა, ბაპე, რენატო სანჩესი, ბრუნო ფერნანდეში, მენდი, ვარანი, კანსელო, ძამბროტა და ედერსონი. ეს არის უკვე გიორგი გოგოლის შემადგენლობა. აკი რას ხედავთ ონო ადგილზეა ახლა ადგილზე არ არის გოგოლი როგორ შეიცვალა რა ყველაფერი ახლა თავის ადგილზეა ონო ელოდება თავის მოწინააღმდეგეს ჩვენ ცოლოდებით რა თქმა უნდა ერთი სული გვაქვს და ხო აი თქვენ ხედავთ ბოლო ანგარიშს მანამდე ნათამაშები ქონდათ როგორც ჩანს ბიჭებს რაღაცა გაუგორებიათ ბურთი 3-1 მოახერხა სადონიანმა პირველ თამაში გიორგი გოგოლის დამარცხება შემდეგ გოგოლმა მოახერხა მისი დამარცხება ანგარიშით 4-2 ეს მატჩი ვიხილეთ და რა მატჩი იყო არ ვიცი ისევ არ ამონდის თვალებიდან ეს მატჩი რა იყო ეს რა ვნახეთ ყველამ ერთად რა კარგია რომ ვნახეთ ყველამ ერთად კარგით აქვე რა შეიძლება რომ გითხრათ აქვე რომ ისო ორივე არიან ადგილზე მე შემიძლია უკვე მათი კადრი რომ შემოგთავაზოთ იმედი მაქვს რომ შემიძლია კი ბატონო ეს აქ არის კი ბატონო ყველაფერი ვისწავლე. ყველაფერი ავითვისე მოკლედ ასე. ყველაფერი არის მზად, მეც მზად ვარ, ყველაფერი მზად არის, შეგვიძლია დავიწყოთ გადამწყვეტი მატჩი იწყება. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ეროვნული ლიგის ფინალის პიკი, მესამე მატჩი, ერთი მატჩი მოიგო გოგოლმა, მეორე მოიგო ონომ. ბურთების სხვაობა არის თანაბარი, მოდი ესე ვთქვათ. 5-5-ია და ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ ისე ვიძახი, უბრალოდ ვისაც გაინტერესებს სტატისტიკა, ვისაც გიყვართ და ძალიან მოგწონთ. ანგარიში არის 1-1 და ბოლო თამაში. შეიძლება მივიდეთ 11-იანამდე. არ ვიცით ეს თამაში როგორი იქნება. არ ვიცით როგორი იქნება დასასრული ამ თამაშის, მაგრამ აქვე ორივე პლეიერს ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ ვუთხრა, გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა ამ ზეიმისთვის, რომელიც ბიჭებმა ჩვენთვის მოაწყეს. შესანიშნავი თამაში. დაიწყო მატჩი, გოგოლმა გააგორა ბურთი და წავიდა პირველი წუთი. ვარანი, მენდის გადაწყვეტა ბურთი ისე უკვე ვარანი. აქ ყველა პატარა დეტალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ახლა. აბა ვნახოთ. რენატო სანჩესი დაკარგა ბურთი გოგოლმა. ნეიმარი. როგორ კონდიციაში არიან ბიჭები ძალიან საინტერესოა ახლა ფსიქოლოგიური მდგომარეობა მათი როგორ გამოიყურება. რაფერია. ფერნანდეში. ორი უძლიერესი მეტოქი ხდება ერთმანეთს. ამაზე 200-ზე არის დამსახურებული ფინალი და არის ისეთი ფინალი როგორც შეეფერება საქართველოს ეროვნულ ლიგას. ნუ ფერნანდეში ნეიმარი კარგი პასი გააკეთა რენატო სანჩესზე. კარგია ესეც, გაგრძელება არის რამოდენიმე ვარიანტი კი ბატონო მიიღო დარტყმა. ეს არ არის კაის კარგის ნიშანი ვალდოსთვის. მშვენიერი პოზიცია იყო, მშვენიერი სიტუაცია იყო, მაგრამ ნერვების ამბავია ეს. მხოლოდ მე ასე ვფიქრობ. დარტყმა იყო ძალიან ცუდი. არ და კარგი კონდიცია იყო, კარგი ვარიანტი იყო, კარგი საშუალება იყო, კარგი დროც, ყველაფერი კარგი იყო. ოპა! კარგი სახლა გოგოლი. მიწევს წინ, მაგრამ დაეწია მას ძამბროტა. მშვენივრად თამაშა. გაცვალის მომენტები პლეიერებმა. მშვენიერია, კარგია. საყურებელი მატჩი გამოვიდა. ჩატოდება მეორე სართულზე. გადაფუნა ბურთი შმეიხერს. შორსტეგერს. აბა ნახოთ ეს პასი. გარისკა ახლა ონო. არ შეიძლება ასე რა თქმა უნდა.
პაპე. Bruno Fernandes. Renato Sanchez. Renato Sanchez. Papa. Ხეთრა კარგი იყო, კარგად შევარდა. ოპა, კიდევ ერთი და შეიხერი ჩაერთო საქმეში. მეორე კარგი მომენტი შექმნა გოგოლმა. 11 წუთია სულ გასული. ველოდებოდი ჩაკეტილ თამაშს და რას უკაცრავად. კიეზა. კიეზა მოძრაობასავით. Sanchesi. კლავ ბურთი უჭირავს გიორგი გოგოლს. კარგია. კიეზა ჩაერთო. რონალდო არა აქ უკვე კარგი იყო, ბოლომდე რა კარგად იბრძოლა გოლმა იქ. კარგია აქ ლადო. გადავიდა ბურთი. ხედავ. ოჩახ ფსიქოლოგიურად უკეთესად გოგოლი გამოიყურება. ჩემი აზრია. კანსელო. მოიპოვა ბურთი გოგოლმა. შენივრად ითამაშა იმ მომენტში, იმ ეპიზოდში. ახლა დეტალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ორთა ბრძოლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მბაპეზე მიიტანა ბურთი, კარგი მბაპე ყავსთან გოგოლ შევიდა საჯარიმოში თქო, კი ბატონო შევიდა. კარგად მოქმედებს. კარგი ლაღად თამაშობს გოგოლი. ჯერჯერობით ძალიან კარგად იცავს თავს ლადო. აი ამ მომენტში ძალიან კარგი იყო. ახლა და ვნახოთ მის იერიში როგორი გამოვა. არა საბოლოო ჯამში კუთხური, მომეჩვენა რომ თითქოს ბოლოს ბურთი გოგოლის ფეხიდან გადავიდა, თუმცა არა. ნეიმარი საჯარიმოში შევიდა, გამოვიდა. რონალდო წამოვიდა. შემდეგ ბრუნო ფერნანდეში, ისევ ნეიმარი. ჰოპ რაღაცა. უკან პასი ბრუნო ფერნანდეში. აბონახოთ ბაპეზე მივიდა, თუმცა არა. მოდი აქ ატალი იყო ძალიან კარგი ართმევაზე და დაეხმარა თავის თანაგუნდელებს. რონალდო სწრაფი შეტევა გამოვა. ხო ლადოსი? არა, მაგრამ არ არის. ცუდი დაკარგა ბურთი. ლადომ 22 წუთია. ეს ერთი მომენტი ქონდა. ლადოს და იმის მერე უტევდა სულ გიორგი გოგოლი, თუმცა ახლა უკვე გადავიდა ლადო გოგოლის ნახევარზე. 22 წუთი გავიდა და რამდენი მომენტი ვიხილეთ, ხო? შვენიერია, პარი პაუზა, სადაც ლადო რაღაცებს მოქმედებს იქ და რაღაცებს სulis. რა თქმა უნდა, იზრდება რაც რო დრო გადის, მით უფრო იზრდება ემოციური ფონი. საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაცია გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ლიგის ფინალს, სადაც ორი მატჩი იყო აქამდე, ვინც ახლა შემოგვიერთდით, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ გამოტოვეთ. ძალიან ბევრი. არ ვიცი, გადაახვიეთ რომ მორჩება მატჩი და აუცილებლად უყურეთ ამ ყველაფერს თავიდან, იმ ყოველს იყო სასწაული. აქ სასწაულები მოხდა. ასეთი ფინალი, აი ალალად ეხლა კაცურად ვინ არის ნატრებით ასეთ ფინალს ლიგაში რომ ასეთი ფინალი იყოს თუნდაც და შეტევა გოგოლის შეტევა არა. ვინ არ მოაწერდა ხელს იმაზე რომ ასეთი ფინალი გვენახა ნებისმიერ მაღალი დონის ჩემპიონატზე რეალურ ფეხბურთში გულისხმობ რა თქმა უნდა. რეალურ ფეხბურთშიც. მენდი. აბა ვნახოთ, კარგია გამოძრა, აქ რთული სიტუაცია იყო, კი ბატონო, მაგრამ გამოვიდა ამ სიტუაციიდან ლადო ჯერჯერობით. ეს პასი ძალიან კარგია ნეიმარიც, არა ჩვიდას გადავიდა მეტოქის ნახევარზე ლადაონიანი. სანჩესი. ატალი გაიქცევა სანჩესის პასი გაკეთება, თვითონ დაგვიანდა თუ გამოიცნო. გოგოლმა არ ვიცი, მაგრამ გადასარევად კი ითამაშა ფაქტია. რენატო სანჩესი. უფრო თავდაჯერებული გახდა გოგოლი, თუ ამჩნევთ. უფრო თავდაჯერებული თამაშობს, ამას აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა. აბა ნახოთ, პაპეთი ბევრი პრობლემა უკვე შეუქმნა გოგოლმა. ონოს. გამოვიდა ბურთის ართმევა, კარგი იყო ართმევაზე ონო. ბრუნო ფერნანდეში, სანჩესი მარცხენა ფლანგი კი ბატონო არის მენდი აქ თავის ადგილზე. ატალი კარგად გაათამაშა ახლა ბურთი, თუმცა საბოლოო ჯამში შემდეგ დაკარგა. ართმევაზეც აღარ იყო. ონოს, თუმცა აქ იყო ძალიან კარგი იყო ამ მომენტში. პატარა კონცენტრაცია დაკარგა ახლა გოგოლმა და უმალი სარგებლა ამ ყველაფრით ლადონიანი. არის საშუალება სივრცე არის თქოს მარცხენა ფლანგზე. მენდი ნახეთ რა კარგად თამაშობს გოგოლი დაცვაში. სანჩესი. კარგია, ახლა უკვე ლადო არის ძალიან კარგი შევიდა საჯარიმოში მე ატალიას რა თქმა უნდა ძალიან სახიფათო აქეთკენ და არჩო! მოახერხა გოლის გატანა ლადონიანმა. მოახერხა! დაბრუნდა ხედავთ და როგორ დაბრუნდა რა კარგად მიიღო რონალდო თიბურთი მშვენივრად გაისწორა ერთ შეხედვით მიიღო კიდეც მოატყუა კიდეც და გაისწორა და დასარტყმელზეც გავიდა და მოახერხა გოლის გატანა 0-1 წინ გავიდა ლადონიანი უკეთესი იყო გოგოლი
მთელი მატჩი რაც დაიწყო პირველი ტაიმი, მესამე თამაშის პირველი ტაიმი, მაგრამ მოახერხა ლადომ და სწორედ ლადომ მოახერხა გოლის გატანა. 54-46-ზე ახლა უკვე ბურთის ფლობის უპირატესობა გოგოლს აქვს. ნაბავ ნახოთ. ბაპე. რონალდუ. სანჩესი მიიწევს წინ, კარგია. კარგია ესეც არა, ეს უკვე აღარ ვარგოდა. ნატალი. არა, ეს პასი არ გავა, რა თქმა უნდა, ეს პასი იყო ალბათ რონალდუს მიმასამართი გაკეთებული, მაგრამ ვერ შეასრულა. სანჩესი. 40 გავიდა პრაქტიკულად პირველი ტაიმი. ბოლო შეტევა არის. გამოიყენებს ამ წამებს, რა თქმა უნდა, ეს უგავს კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება. აი ეს ამით გავს FIFA. ოპა! არა. ასე რომ იყო ბოლოს მომენტში ძალიან კარგი და წაუკრა ფეხი. დამთავრდება ასე პირველი ტაიმი. დამთავრდა ასე პირველი ტაიმი და შესაბამისად გველოდება მეორე ტაიმი. არაფერი განსაკუთრებული არ ვთქვი. არც იყო საჭირო. ხო, 60-40-ზე. უფრო დიდხანს ბურთს ახლა გოგოლი ფლობს. აბა ვნახოთ. სასაული თუ გინდა. ცოტა ხანი გავჩვენდი დაგასვენეთ თქვენს დავისვენე მეც. და აბა 3-2-1 გადავდივართ მესამე თამაშის მეორე ტაიმია. გადამწყვეტი მატჩის მეორე ტაიმი იწყება, სადაც ლადონიანი იგებს თამაშს ანგარიში 0-1 ხედავთ თქვენს ეკრანებზე. სწორედ ეს ანგარიში ნერეში შემოვიდა კიეზას მაგივრად, ეს არის ცვლილება გოგოლის შემადგენლობაში. ვარანი. სწორედ ონო ფლობს ახლა ბურთს. მენდი. სანჩესი. ატალი. არა. შეცდომა დაუშვა ონომ, დაკარგა ბურთი და წამოვიდა ახლა გოლის იერიში. მარჯვენა ფლანგზე პასი ვერ გაკეთდა. შეუძლებელიც იყო იქ უცებ იმ მომენტში პასი გაკეთება, თუმცა სიღრმიდან წამოვიდა ახლა გოგოლი. რენატო სანჩესი. ბრუნო ფერნანდეში. ისევ რენატო. ოპა. შორიდან კიდევ ერთი და შვაინშტაიგერი კი შმეიხერი. შვარცნეგერი არის ბურთით. დაიჭირა ბურთი შვარცნეგერმა. ნეიმარი. შმეიხერი რა თქმა უნდა. ის ოდნავ ხუმრობით. ატალი. რენატო სანჩესი შემოbrunდა დაიჭირის ბურთს. კი ბატონო ასეც მოიქცა, ზამბროტას გადააწვა, ისევ რენატოა, შემდეგ გაიხსნა და მის ნამდვილ ბრუნო ფრენადეში თამაშობს ძალიან კარგად. აქ გაქცევა სადა რონალდუმ, მაგრამ ატალმა მიიღო ძალიან კარგად ბურთი, ერთი კარგი პასი და შეიძლება დამღუპელი აღმოჩნდეს, მაგრამ არა, ზამბროტა იყო კიდევ ერთხელ ძალიან კარგი დაცვაში. ძალიან კარგი. ნეიმარი, მის წინააღმდეგ არის ნეიმარი და ნეიმარმა უკეთეს თამაშა ვიდრე ნეიმარი. ვარანი, ჩაწოდება მეორე სართულზე, ვინ არის და რონალდუ! ახტა და კიდევ ერთხელ გავიდა წინ. ლადონიანი ორბურთიანი უპირატესობით გადის კლავ წინ. კიდევ ერთი აი გამოსვლაზე რაღაც მეორედ. ედერსონი დამაჯერებელი ვერ არის, ჩვენ პირველ თამაშიც ვიხილეთ რონალდუს და მსგავსი ტიპის გოლი გაიტანა. იმ თამაშიც, ხო. ორბურთიანი სხვაობით გაიჭრა კლავ წინ ლადონიანი და კიდევ ერთი გამოწვევა დგას გიორგი გოგოლის წინაშე. ორბურთიანი უპირატესობა კლავ ონოს შორიდან კიდევ ერთი დარტყმა ახორციელებდა. ბაპეთი გოგოლი, მაგრამ არ გამოვიდა. ნერეში. შევიდა საჯარიმოში, უკამპასი. ბრუნო ფერნანდეში გამოვიდა ძალიან კარგად ახლა ლადონიანი მოდის წინ მარჯვენა ფლანგზე გამოწელა, არა შეჩერდა, ელოდება პარტნიორს, ეს კარგი პასი გააკეთა ბრუნო ფერნანდეში და ნეიმარზე გადაწყვეტა ბურთი. ნეიმარი ატალს გააყოლებს, არა. ნახეთ რა კარგია ზამბროტათი აქ ძალიან კარგი თამაში გოგოლმა ზამბროტათი, კარგია ესეც. რონალდუ კლავ. ბაპეზე უნდა გაკეთდეს პასი არა. სტული იყო ბაპეზე პასი გაკეთება პრინციპში. რენატო სანჩესი. ბრუნო ფერნანდეში, ნახოთ აბა, კარგია რენატო სანჩესი. და ბაპე. ოპა, მის წინააღმდეგ უმალ გაჩნდა. ზამბროტა რა კარგია ზამბროტა, მოიმარაგეთ ეს ფეხბურთელები თბილისის სტადიონზე ვინც გამოდიხართ, ვინც აპირებთ. გამოსვლას ნეიმარი ერთის მოძრაობა, მაგრამ კარგი იყო მის წინააღმდეგ გვარანი, ძალიან კარგი იყო. ნადო. ნერეში რა კარგია, კარგად უტოვს ახლა.
გოგოლი არა არ გავიდა ეს შეტევა და შეინხერამდე მიიტანეს ბურთი შემდეგ ახლა 78 წუთი 78 წუთი გავიდა მარცხენა ფლანგზე ნახეთ რა კარგია მენდი გარბის გიჟივით გაჩერდა შემდეგ ენელა უკვე ძვირფას წამებსაც იგებს ლადო თუმცა ეს მეორე თამაში ძვირად დაუჯდა ესეც უნდა ითქვას კარგია ეს მომენტი ძალიან კარგია აი ეს ოდნავ ზედმეტი იყო თითქოს მაგრამ შეინარჩუნა ბურთი აქ კიდევ ერთი პასი გაკეთდა მაგრამ არა ედერსონი იყო აქ უკვე კარგი და შემდეგ კარგა ნუ ისე მოხდა რომ ბურთი დარჩა გიორგი გოგოლს შეიძლებოდა იქ საფათო სიტუაციაც შექმნილიყო არ არის გამორიცხული რენატო სანჩესი ორ ბურთიანი უპირატესობა აქვს ლადონიანს ორ ბურთიანი უპირატესობა ძალიან ახლოს არის კიდევ ერთხელ არის ძალიან ახლოს ლადო იმასთან რომ გახდეს ჩემპიონი ზამბროტა კარგად თამაშა დაცვაში ახლა ლადომ 60 არა გადავიდა ბურთი და შესვენება კი არა უბრალოდ პაუზა რომელიც აიღო არ ვიცი ვინ აიღო რა მნიშვნელობა ორივე გამოიყენეს პაუზას რა თქმა უნდა და რა ხდება კიდევ ერთხელ მინდა აგიხსნათ დაგითხრათ გაგებინოთ ვინც ახლა შემოგვიერთით რომ ძალიან ბევრი დაკარგეთ ეს ერთი პირველი თამაში მოიგო ლადო მაგარაში 3-1 მეორე თამაში მოიგო 4-2 გიორგი გოგოლმა და მიმდინარეობს მესამე გადამწყვეტი თამაში 79 წუთი არის იგებს ლადო 2-0 და ძალიან ახლოს არის საქართველოს ჩემპიონობასთან რიგით მეორე პირველი ეროვნული ლიგაც მან მოიგო და ძალიან ახლოს არის რომ ეს თასიც მან წაიღოს სახში თასთან ერთად წაიღოს 3000 ლარიც და საგზური სუპერთასში სადაც იგი დაელოდება თავის მეტოქეს თუ ვინ გამოიგებს თბილისის თასი 20-21-ს სწორედ მას შეხვდება სუპერთასზე ლადონიანი მანამდე კი დარჩენილია ზუსტად იმდენივე დრო რამდენიც იყო იმ თამაში წინა თამაში როცა ლადო იგებდა ორ ბურთიანი უპირატესობით და შემოაბრუნა ის თამაში საბოლოო ჯამში გიორგი გოგოლმა რა თამაში იყო ალბათ წლის თამაში თუ რაც არსებობს საერთოდ ფედერაცია ასეთი თამაში არ გვინახავს. ალბათ ხმამაღალი არ გამოვიდა ეს. ოპო! ერთი წუთი, ერთი წამით. საღამოზე ნუ შემოხვალ ფეხბურთელის მაინდ. ჰეი, ერთი წამით. მშვენიერი მომენტი შემოხდა ვასაკლავ. იდენტური სცენარით მიმდინარეობს ყველაფერი. ოჩახ ორივე პლეიერს გადასარევია ყომუახერხა. გიომ თამაში დაბრუნება ანგარიში გახდა 1-2 შემცირდა სხვაობა რაც იმას ნიშნავს რომ კვლავ არსებობს შანსი რომ ვიხილოთ დამატებითი ტაიმები რა თქმა უნდა არსებობს შანსი დარჩენილია მაქსიმუმ ვიტყვი მოდი 14 წუთია მაქსიმუმ დარჩენილი 14 კიბერწუთია მაქსიმუმ დარჩენილი 14 წუთი აქვს გოგოლს იმისათვის რომ კიდევ ერთი გოლი გაიტანოს და 14 წუთი არ უნდა გაუშვას გოლი ლადონიანმა და მისია ჩემპიონობაც აბა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები უკვე მერამდენე თამაში ამ დაპირისპირებაში პირველი მატჩსაც იგებდა გოგოლ და ის შემოატრიალა ონო მეორე მატჩს ონო იგებდა და გოგოლმა შემოატრიალა ახლა ისევ ონო იგებდა და გოგოლმა მოახერხა ერთი ბურთის გატანა ეს ხლიკი გამოიყენა ეს ხლიკი ლადონიანმა მიიღო ბურთი კარგად ნეიმარით დარბის მარცხენა ფლანგზე ოპა არა და ვეღარ შეინარჩუნა ბურთი წამოვიდა გოგოლის შეტევაზე წამოვიდა გოგოლი ნეიმარი თითქოს წყნარად იყო ყველაფერი თითქოს ფლობდა აკონტროლებდა სიტუაციას ლადო მაგრამ მოახერხა მაინც გოლის გატანა გიორგი გოგოლმა შესანიშნავი თამაში წარიმართა არ ვიცი ამაზე დამსახურებული ფინალი როგორი შეიძლება ყოფილიყო ნამდვილად თავის ნეიმარი მის ნამდვილად ორი ფეხბურთელი უკან დახია ბურთი რენატო სანჩესი ეძებს თავის პარტნიორს ნერეში მოძებნა ერთის მოძრაობა ეძებს ვის კარგი პასი გააკეთა ნეიმარი ზრიალებს ერთი არა თამაშს წარაღებულა როგორ ჩანს და შმეიხელმა მოიგერია ბურთი თუმცა მოიგერია როგორ გეკადრებათ კარგი პასი გააკეთა რონალდუზე აქ ნახეთ რა კარგია ლადო მშვენიერი ატალი მიიწევს წინ მარცხენა ფლანგზე ატალი მიიწევს წინ მიიწია ბოლომდე მიიწია ატალმა მარცხენა ფლანგზე აქ კარგი მოძრაობა შემოთავაზა შეინარჩუნა ბურთი უტევს შევიდა საჯარიმოში გამოვიდა საჯარიმოდან ნახოთ რა კარგი შეინარჩუნა ბურთი თუმცა აი ახლა მოახერხა და ბოლოს შეტევა კარგი კლავ ჩუმდები ახლა აღარ გამოვიდა ახლა იგივე არ გამოვიდა ლადონიანი გახდა მეოთხედ გახდა ლადონიანი თასის ფლობელი მეოთხე თასის ფლობელი გახდა მეორედ მოიგოს საქართველოს ეროვნული ლიგა მეორედ მოიგო
მისი შესაძლებლობა ვერ შეძლო გიორგი გოგოლმა მიუხედავად იმისა, რომ გოგოლმა ითამაშა ძალიან მაგრად, იყო ძალიან მაგარი მატჩი, იყო ძალიან მაგარი ემოციები შემოტრიალებული, ყველაფერი იყო ძალიან გადასარევი. გადასარევიზე უფრო უკეთესი. არ ვიცი ამას რა უწოდო, რა დავარქვა, შესანიშნავი თამაში შემოგთავაზეს პლეიერებმა, დიდი მადლობა ორივეს, ულოცავ ლადოს ჩემპიონობას, კიდევ ერთი თასი მას. იგი ელოდება თავის მოწინააღმდეგეს სუპერ თასზე. ახლა გოლები შეგვიძლია ვიხილოთ. პირველი გოლი 38, არა, ეს უკვე მეორე გოლია. 38 წუთზე გატანილი მეორე გოლია ეს. კი ბატონო, აი ხედავთ აი აქ ახტა და გამოსული, უაზროდ გამოსული მეკარე წინ, კიდევ ერთხელ დატოვა ასე მდგომარეობაში. ეს კი პირველი გოლი, რომელიც ლადომ მოახერხა გაიტანა, ვერ ვნახეთ, რატომღაც კიდევ ერთხელ შემოგთავაზებენ ახლა ამ გოლს. ხო, მოდი ვისაუბრებ იმაზე და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ლადო ონიანი გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი, უდაძაბულესი მატჩი იყო, გადასარევი მატჩი გამოვიდა, სწორედ ისეთი, როგორიც შეეფერება საქართველოს ეროვნული ლიგის ფინალს. დიდი მადლობა ორივეს და რა თქმა უნდა თქვენ უღრმესი მადლობა ლადოს ულოცავ, მან 3000 ლარი მოიგო ტიტული, კიდევ ერთი ტიტული, მეოთხე ტიტული რიგით, ხოლო გიორგი გოგოლი დღეს სახში 1500 ლარი დაბრუნდება. ესეც საქმეა. მე გემშვიდობები, ძალიან დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად მთელი ეს პერიოდი და გეუბნებით, რომ 13 მაისიდან თბილისის თასის სტრიმები დაიწყება და გვეყოლება 32 ახალი სახე და ვნახავთ იმ 4 ხეულს თუ რომელი 4 ხეული გადმოვა საქართველოს ეროვნულ ლიგაში სწორედ თბილისის თასიდან. ნახევარფინალში გასული ყოველი პლეიერი, რა თქმა უნდა, პირდაპირ გადმოვა საქართველოს ეროვნულ ლიგაში. ვინ გახდება თბილისის თასის ჩემპიონი, ამას მაისის ბოლოს გავიგებ. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. უღრმესი მადლობა. Live stream sponsoriya Coca-Cola.